სალამი მეგობრებო, მე ირაკლი ვარ, ლამალინა სტუდენტი, პრაქტიკოსი და დღევანდელი შეხვედრა გაიხსნება ფიქრით და თავარი თემა იქნება ძვირფასი ადამიანური დაბადება. ანუ დღეს ამით ვიწყებთ 4 შეხვედრიან ციკლს, 4 შეხვედრა დაეთმობა 4 ფიქრს. ეს 4 ფიქრი არის ძირეული ტექსტი და საძირკველი ყველა მაღალი სწავლების. ჩვენ გვჭირდება რომ ნებისმიერ გზას, რომელსაც შევდგებით, ან სწავლებას, ან რაიმე რეალიზებაზე გვექნება საერთოდ საუბარი, გვჭირდება გქონდეს საძირკველი, რომელსაც საძირკველზეც ნაფიქრი გვაქვს რა, ჩვენი გონება დამუშავებული გვაქვს ამასთან მიმართებაში, ამაზე გვიფიქრია, ამაზე გვიმედიტირია და ამაზე რაღაც ენერგია და დრო დაგვიხარჯავს. რადგან თუ აი ამ 4 ფიქრზე ჩვენ არასდროს ენერგია არ ჩაგვიდია და ამაზე არ გვიფიქრია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ შევძლოთ რაღაც მაღალ მედიტაციებზე საუბარი. 4 ფიქრი ანუ 4 მედიტაცია, რომელიც გონებას გარდაქმნის. და ეს გონების გარდაქმნა არის დავიწროვებული პატარა-პატარა რაღაც ფოკუსირებული ერთ წერტილზე აზროვნებიდან გაშლილი გონების მდგომარეობა. აი მაგალითად, ჩემთვის საყვარელი მითითება არის ლამალინა ძალიან ხშირად აკეთებს ხოლმე რა, რომ აი ვისაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ ჩემთან ერთად გააკეთოთ, რომ აი უბრალოდ მარტივი მოძრაობა ხელის, რომ აი ბავშვობაში ხო ყველას გაგვიხედავს რა, თითქოს აი დურბინში ვიყურებოდით და აი უბრალოდ ესე რომ გაიხედო რა, თეგი თუ ერთი ხელით. მეორე თვალი დახვია, ამით გაიხედე და შენს ოთახს ან სადაც ზიხარ, თვალი მოავლე რა ხდება. ანუ სადაც გაატრიალებ თავს და რასაც შეხედავ, მარტო ის ჩანს, ხო? ეხლა მე უყურებ სიტყვაზე აი ბუდას ქანდაკებას, ხატებს, ყვავილებს, წიგნს და მარტო ეს ჩანს რა, მარტო ეს არის ჩემ ფოკუსირებაში. და ეხლა წარმოვიდგინე რომ ეს ხელი გაშალდა და დაინახო აი ამ ხელის სურათი. არის განსხვავება ეხლა ამასა და ამას შორის, ხო? ხო და ეს არის რა გონების მდგომარეობა, რომ აი ჩვენი შებოჭილი, პატარა დაკონსერვებული, რაღაც ჩაკუჭული აი ამ თავის ფორმაში, მაგ აზროვნებიდან შეგვიძლია რომ გავიშალოთ, გავფართოვდეთ და გონება გარდაიქმნას რეალურად თავის იმ ბუნებრივ მდგომარეობად, რაც ყოველთვის იყო. მაგრამ ჩვენი ბევრი რაღაც აკიდებული ჩვევები, წარმოდგენები და შეფასებები და შთაბეჭდილებებით რაღაცნაირად დავივიწროვეთ და დავიპატარავეთ ეს გონები. და დღევანდელი და არა მარტო დღევანდელი შემდეგი 4 შეხვედრის ფიქრი მაგას ემსახურება ზუსტად რა, რომ ჩვენი გულიც და გონებაც გავშალოთ. ესე იგი პირველი და დღევანდელი დღის ფიქრი იქნება ძვირფასი ადამიანური დაბადება. აქვე გაგიზიარებთ იმას, რომ შეგიძლიათ ყველას, ეხლა დღევანდელი შეხვედრას ვიხელმძღვანელებთ, თავარი ტექსტი იქნება ასეთი წიგნი არის The Words of My Perfect Teacher. ეს არის სიტყვები ჩემი სრულყოფილი მასწავლებლის, ესეთი წიგნი არის პატრულ რინპოჩესგან, კომენტარები. ეს შეგიძლიათ ნახოთ ლამალინა საიტზე და ისედაც ონლაინ დარწმუნებული ვარ ბევრგან იქნება ატვირთული, როგორც უშუალოდ ფიზიკური წიგნი, ისევე ონლაინ ვერსია, მაგრამ შეგიძლიათ შეხვიდეთ ვინცაც გაინტერესებთ და გააქვთ შინაგანი მოთხოვნილება, მასწავლებლის სკოლის მიდრეკილება და რაღაცა გჭირდებათ მითითება საიდან დაიწყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ ლამალინა საიტს, ეს არის lamalinateachings.com და იქ არის ამ ბევრი მიმართულებები, რაც დარწმუნებული ვარ დამხმარე იქნება. სანამ დავიწყებთ დღევანდელ შეხვედრას, მინდა რომ მადლიერება გამოვხატო ლამალინას ძალისხმევის, მისი არსებობის და მისი მითითებების და სწავლებების, რისი შესაძლებლობაც გვეძლევა ჩვენ სტუდენტებს, რომ მივიღოთ. მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც მისი ხმის და სწავლების გავრცელებაში იღებს მონაწილეობას. ჩვენი შეხვედრაც ემსახურება ასევე იმას, რომ მისი სწავლებები ბევრგან იყოს ხელმისაწვდომი და არა მარტო იმიტომ, რომ ეს ლამალინა სწავლება, არამედ ეს არის რეალურად ის საძირკველი, რაზეც შეგვიძლია რომ დავაშინოთ ჩვენი მედიტაციური გამოცდილებები. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ლელას მიმართ, ვინც იცნობთ, ასევე ლამალინა სტუდენტი, რომ ჩემ შემთხვევაში მაგალითად ლელას ხმით, როგორც გადატანითი მნიშვნელობით, ისე პირდაპირი მნიშვნელობით, ლელას ხმით შემოვიდა ჩემთან
ჩემს ცნობიერებაში ლამალინა და ზოგადად საქართველოში უმეტესობა მიცის, იმიტომ რომ ლელას აქვს ის ძალიან ხმევა დრო და ენერგია დახარჯული, რომ ლამალინას სწავლებები ითარგმნოს და YouTube-ზე აიტვირთოს, ასევე შეგიძლიათ ლამალინას სწავლebები ქართულადაც ნახოთ YouTube-ზე რა. ასევე მადლობა მინდა უთხრა შივოს, მისი ენერგიის, მისი მონდომების, მისი პრაქტიკის და მედიტაციების, რომელსაც ის აპრაქტიკებს და აზიარებს. და ამ შეხვედრებს ერთად წავიყვანთ. სულ არის 4 ფიქრი და მომდევნო ფიქრი, რომელიც იქნება, ეს არის ესე იგი დღეს არის ძვირფასი ადამიანური დაბადება და მე წავიყვან. შემდეგი იქნება ცვალებადობა და გარდაცვალება და შევწაუძღვება ამ შეხვედრას. შემდეგი მესამე იქნება სამსარაში ტანჯვა და ტანჯვის მიზეზები, ამას მე წაუძღვები და ბოლო იქნება როგორ მუშაობს კარმა და ამას წაიყვანს შივა. გაგვიზიარებს თავის ხედვას და შესაბამისად გვექნება მე შესაძლებლობა რომ ერთად დავაპრაქტიკოთ ეს ყველაფერი რა. ლამალინა ხშირად იძახის ხოლმე რომ არსებობენ 3 კატეგორიის სტუდენტები რა. ესე იგი პირველი კატეგორია არის რომ ადამიანი მოდის დარმაში, ხო აქვე აღნიშნავ რომ ეს დარმას და სიტყვებს მე რომელსაც გამოვიყენებ, ეს არ ნიშნავს იმას რომ მხოლოდ ეს ბუდიზმის ხედვა არის და ეს ბუდიზმში უნდა დარჩეს რა. ანუ ვიღაცა აქ ესწრება შეხვედრას, რომელმაც არაფერი იცის ბუდიზმზე ან არ არის ესე თქვა ბუდიზმის სწავლების მიმდევარი და თითქოს იყოს ეს დაბრკოლება რომ რაღაც კონკრეტულ რელიგიაში უწევრიანდებიან, რაღაც კონკრეტული რელიგიით ვიწყებ ხედვას ეს ან ზოგის წარმოდგენით სწორია, ზოგის წარმოდგენით არასწორია და ხო აი პირველი ამას გავუსვათ ხაზი რომ აი ამითი არ დავიპატარაო და არ შევიწრებოთ აზროვნება რა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვიძახით დარმას, რომელიც არის სწავლება, ხო, ეს დარმა არ არის მხოლოდ ბუდისტური დარმა და ბუდისტური სწავლება. ნებისმიერი სახის სწავლება შეიძლება იყოს, როგორც რელიგიური, ისე ფილოსოფიური გზა, რომელიც მიმიყვანს და მივყავარ მანახებს, რომ არსებობს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის იყო და არის და ყოველთვის იქნება და ეს უცვლელია, უბრალოდ ჩემში ხდება რაღაც ისეთი პროცესები, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებს და ფარავს იმ ბუნებრივ მდგომარეობას და ნებისმიერი სწავლება, რომელიც მიმიწვება, რომ დამანახოს, რომ ეს ყოველთვის ჩემთან იყო, არსად მოპოვება და დამსახურება არ მჭირდება, აი ამ ნებისმიერ ამ მითითებას დარმა ქვია და სწავლება ქვია და ამიტომ ამ სიტყვებში არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ ბუდიზმი ვიგულისხმობ. ასევე ხშირად შეიძლება ვახსენო სიტყვა ბუდა. ბუდაც ტექსტის განმარტებით არასდროს არ გულისხმობს. ეს ჩვენი არასწორი წარმოდგენა არის, რომ გონია რომ ბუდას როცა ვიძახით ან ბუდას სწავლებას, ეს ან შეიძლება ვთქვათ, რომ გაგვიმართლა და ვართ ძვირფას ადამიანურ დაბადებაში და გვაქვს ძვირფასი ადამიანური დაბადება დღეს, თუ ჩვენს გარშემო არსებობს ბუდა და ბუდა იძლევა სწავლებას, ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანზეა საუბარი. ეს ნიშნავს ბუდაში გულისხმობა ნებისმიერი რეალიზებული ნებისმიერი გასხივოსნებული ვთქვათ, რეალიზებული და აი ამ რაღაცა ესე ვთქვათ დავიწროვებული, განპირობებული გონებიდან გასული ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება და მითითებები მოგცეს იმაზე, რასაც შეიძლება დღეს თვალი არ ქონეს ახელილი რა. და შეიძლება ჩვენ რაღაცა ძილის პროცესში ვიყოთ, სხვა ადამიანს სხვა გამოცდილება ქონდეს, ჩვენც ასევე სხვა გამოცდილებები გავუზიაროთ და ამით იქნება რეალურად ჩვენი აი ეს დარმის პროცესი და სწავლების პროცესი და ბუდაში არ გულისხმობთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ ყველა იმ წინა მავალს, ვინც აი ამ განპირობებული გონებიდან გავიდა. ხო, ეხლა დაუბრუნდები 3 კატეგორიას, რომელსაც ლამალინა ხშირად ახსენებს ხოლმე. ესე იგი პირველი კატეგორია არის ადამიანი, რომელიც დარმაში და სწავლებაში მოდის და რაღაცის ძებნას, სულიერებას იწყებს იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ცხოვრება გააუმჯობესოს რა. შეიძლება ადამიანს კონდეს თავი ოჯახური პარტნიორული პრობლემები, დამოკიდებულების პრობლემები, შფოთი, უძილობა, სიყვარულის ნაკლებობა, წარუმატებლობა ფინანსურად, კარიერულად და ასე შემდეგ და ამით იტანჯება და მოდის რა სწავლებებზე, რომ აი ეს გაიუმჯობესოს. რაც რა თქმა უნდა რომ ნორმალურია და ეს ჩემი გამოცდილებაც ესეთი არის და ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს რაღაც დაბალი ლეველიან ჩვენ მაღალ ლეველს ვეძებ უბრალოდ რომ დავინახოთ რა ხდება ჩვენს თავს ეს იმისთვის არის რა ეს კატეგორიები მეორე კატეგორიას იძახის ხოლმე ეს რაღაცას რომ ანუ პირადი გასხივოსნება უნდა ადამიანს რა ეხო მქონია და ჩვენ თავში ყველას დაგვიფიქსირებია ვინც პრაქტიკოსი არის ის რომ ასე დღეს მიდიხარ რა იმ ეტაპამდე რომ ხვდები რომ
არსებობს ეს რაღაცნაირი განპირობებული გონება, აქედან გასვლა კიდევ აუცილებელი მოთხოვნილება, შინაგანი მოთხოვნილება ხდება და გინდა რომ აი რა აბა ყველანი კარგად იყავით, რამე წავედი და გინდა რომ ეს პრაქტიკებში ჩაიძირო და აი ამ სწავლებაში ჩაიძირო, იმიტომ რომ მხოლოდ მე მქონდეს რა ეს სარგებელი, რომ აი მე მთავარია მე გავსხივოს და მე მქონდეს ეს რეალიზება, მე გავიდე აი ამ სამსარის ილუზიებიდან და მე რა მოხდება თქვენი დარდეთ რა. ესეც რა თქმა უნდა, ესეც ნუ ჩვენი ადამიანური რაღაცნაირი მდგომარეობის ნაწილია და ესეც ნორმალური არის. ამაზეც არსებობს შესაბამისი პრაქტიკები, რომელიც ადამიანს ეხმარება და მესამე კატეგორია ძალიან საინტერესო, რომ ადამიანს აქვს мотиваცია და ამ პრაქტიკებს აკეთებს და აი ამ შეხვედრას ესწრება და თავის ინდივიდუალური პრაქტიკები აქვს და მასწავლებელთან ურთიერთობა აქვს, რომ რათა ყველა არსებისთვის იყოს ამ თავისუფლების მომტანი. ყველა არსებისთვის იყოს სიკეთის მომტანი და ხვდება ესეთ რაღაცას და ლამალინა ძალიან ხშირად იძახის ხოლმე ამას, რომ არ არსებობს ინდივიდუალური სარგებელი. მე რო ძალიან გულწრფელი ვიყო, ჩემი მოსვლის მიზეზი იყო პირველი კატეგორია, რომელიც ჩემი პირადი ურთიერთობების, პირადი ტანჯვების და ტკივილების და გაურკვევლობა და ობნევლობების დალაგება და მოგვარება მინდოდა და ამ კითხვებზე პასუხები მინდოდა და ამიტომ დავიწყე მასწავლებლიცებნა და აი მასწავლებელთან ურთიერთობა მქონდა ის პერიოდი, რომ დამანახა, რომ ყველაფერი თითქოს ჩემ თავში ხდება და ყველაფერი ჩემშია და მოდი ჩემი პირადი გასხივოსნება არის მთავარი და მე აქ ეს რაღაც ესე ნიამები და წარმოსახვითი ილუზიებია და ესენი ისე თავისით გაქრება რა. მაგრამ მასწავლებელთან ურთიერთობამ ამიტომაც მნიშვნელოვანი და შეგვახსენოს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში. არ არსებობს პირადად ინდივიდუალური ირაკლის გზა როგორც გასხივოსნების ან განთავისუფლების და მე ყველამ თავის თავს მიხედოს. ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში და რა იგულისხმება, რომ ყველანი ერთად ვართ ამაში. ჩვენ გვჭირდება გულწრფელები ვიყოთ და მქონდეს იმის პასუხისგებლობა, რომ დავსვათ ეს საკითხი საკუთარ თავში და ვთქვა, რომ აი მე რისგან შევდგები საერთოდ რა. მე შემიძლია რომ დავინახო ჩემი ჩვევები, ჩემი შთაბეჭდილებები, ჩემი აღქმები, ჩემი მიმიკაც თუნდაც, როგორ მოძრავ, როგორ დავდივარ, ეს ყველაფერი ნასწავლი მაქვს რა. ეს ყველაფერი შედგება იმ გამოცდილებებისგან, რა გამოცდილებებით მე დღემდე დავაგროვე. როგორ ადამიანებს შევხვდი, როგორ სკოლაში ვსწავლობდი, როგორ ურთიერთობდი ოჯახის წევრებთან, ან ისინი როგორ ურთიერთობდნენ ჩემთან, რა კამათები მქონდა, რა სიყვარული მქონდა, აბსოლუტურად დაბადებიდან დღემდე რა გამოცდილებებით ავიღე. აი ეს არის ირაკლი ახლა რა. მე ხშირად დამიფიქსირებია ხოლმე, რომ საუბრის დროს ჩემ თავს შევავთხოვ, რომ რაღაც ესეთი მოძრაობა გავაკეთე, რომელიც გუშინ არ მქონდა ეს მოძრაობა, მაგრამ ჩემთვის მოსაწონა ადამიანს ჰქონდა და თურმე განმომიკოპირებია რა. ვატყობ, რომ ადამიანებს გავა რაღაც ქცევებში, მიმიკებში, საუბრის მანერაში და ასე შემდეგ. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ჩემებურად მიმბაძველი არსება ვარ და ესენი ყველა ერთმანეთს რაღაცებში ვბაძავთ. და ერთია რომ ვბაძავ და მეორე არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანთან საუბარი მე მცვლის. და ლამალინ ამაზე ხშირად გვაძლევს ხოლმე მითითებას, რომ დააკვირდი რა, რომ ანუ შენ თვითონაც იძახის ხოლმე, რომ აი ნებისმიერი სწავლების დროს, რომ ეს სწავლებას ვაზიარებ და თქვენ ისმენთ, ამითი მეც ვიცვლები, თქვენ მე მცვლით, თქვენთან ურთიერთობა მე მცვლის და ჩემთან ურთიერთობა თქვენ გცვლით. ეს გამუდმებით ცვალებადობა არის, ეს სუიცვლება. და ამიტომაც ვიძახით ჩვენ, რომ არ არსებობს ინდივიდუალური განთავისუფლება რა, ყველანი ერთად ვართ ამაში. აი ეგეთი პრაქტიკა რო გავაკეთოთ და ამით შეგვიძლია მთავარ თემაზე გადავიდეთ რა. თავი არის ყოველთვის პრაქტიკის დროს, რომ ხერხემალი იყოს ბოლომდე გამართული. შეიძლება არ ქონეთ დიდი მნიშვნელობა ხელები როგორ გიდევს, ან ფეხები როგორ გიდევს, მაგრამ ყურადღება მიაქცია როგორ ზიხარ. ქვედა წელიდან დაწყებული ხერხემალი ბოლომდე იყოს გამართული. ქვედა წელი გამართული, ბეჭები გამართული. თავი ამ დროს შეიძლება დააფიქსირო, წინ გაქვს გამოწეული. უკან შეწიე თავი და ნიკაპიცა და ქვევით აწი. სკვირის გაყოლებაზე თვალები არა მოირჩიო რამე კონკრეტული ნივთი ან წერტილი რაზეც ფოკუსირებას გაუკეთებ თვალებს. თვალები არ დახუჭო, ღია კონდეს. უბრალოდ შენგან 2-3 მეტრის მანძილზე სივრცეში, არა კონკრეტულ ნივთზე, არამედ სივრცეში დაასვენე შენი გონები, გაშალე შენი თვალები. აი პერიფერიული მხედველობა როგორიც გაქვს, ცოტათი ბუნდოვანი. აი ეგეთი ბუნდოვნება შემოიტანე ცენტრშიც, რომ არაფერზე ფოკუსირებული არ იყო, უბრალოდ დაასვენე შენი თვალები. ისუნთქე ბუნებრივად.
შეგიძლია შესუნთქვა იყოს ოდნავ ხანმოკლე, ვიდრე ამოსუნთქვა. ამოსუნთქვა იყოს ოდნავ ხანგრძლივი და ამოსუნთქვა, როცა ბოლომდე ამოისუნთქავ 2-3 წუთი, 2-3 წამი პაუზა გააკეთე. და მე ხელახლა შეისუნთქე. რომ შეისუნთქავ, ამოსუნთქვა ოდნავ ხანგრძლივი გააკეთე. ამოისუნთქე ბოლომდე და დაცლილი ფილტვების მდგომარეობაში 2-3 წამი პაუზა გააკეთე და მე ხელახლა შეისუნთქე. უბრალოდ ისუნთქე, თავისუფლად. აიხსენე ყველა ის არსება, ვინც შენთვის ძვირფასია, მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრი, მეგობარი, საყვარელი ადამიანი. ვის მიმართაც გულის გახსნის შეგრძნება გიჩნდება. ვისთან ურთიერთობაც გიხარია. შენთვის ძვირფასი ადამიანები გაიხსენე. და უბრალოდ წარმოიდგინე, რომ აი ამ მომენტში ახლა, როგორ ჩვენ შეისუნთქავ, ისინი ზუსტად ისე შეისუნთქავენ ჰაერს. არ აქვს მნიშვნელობა სად არიან, რასაკეთებენ, როგორ არიან. როგორ ჩვენ ამოისუნთქავ, ზუსტად ისინიც ისე ამოისუნთქავენ. გაიხსენე ადამიანები, ვინც შეიძლება დიდად გულზე არ გეხატებოდეს, აქ სიამოვნებდეს მასთან ურთიერთობა, ან ბრაზი ქონდეს, ან წენა, შეიძლება შური ქონდეს, ედარებოდე და აფასებდე იმ ადამიანებს. ვისთან მიმართებაში სიყვარულის ნაკლებობა გაქვს, გაიხსენე ყველა ასეთი ადამიანი. და უბრალოდ იგრძენი, რომ როგორ ჩვენ შეისუნთქავ, ის არსებებიც ისე შეისუნთქავ. აი ახლა, ამ მომენტში, აი ამ მოცემულობაში. სადაც არ უნდა იყვნენ ისინი ფიზიკურად და შენ სადაც არ უნდა იყო ფიზიკურად. ზუსტად აი ამ ჰაერს შეისუნთქავ შენც და ისინიც. ამოისუნთქავ შენც და ამოისუნთქავენ ისინიც. სადამდეც გონების წარმოსახვა გეყოფ. წარმოიდგინე ყველა არსება. ყველა ცოცხალი არსება. მთელი დედამიწის, მთელი პლანეტების. სადამდეც შენი გონება გეყოფ. წარმოიდგინე, რომ ყველანი ამ ჰაერს შევისუნთქავთ და ამ ჰაერს ამოვისუნთქავთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებთ, როგორ განწყობაზე ვართ, რა დამოკიდებულებები გვაქვს. მოგწონს თუ არ მოგწონს ერთმანეთი. უკეთესი გონია ერთმანეთზე თავი, თუ უარესი გონია ერთმანეთზე თავი. ახლოს ვართ ფიზიკურად თუ შორის. ყველანი ერთად შევისუნთქავთ და ყველანი ერთად ამოვისუნთქავთ. აი ეს სივრცე. ყველას ერთად გუმასპინძლობს. და ამ სივრცეში არ არსებობს არანაირი დრო, არ არსებობს არანაირი დისტანცია. უბრალოდ აი იგრძენი, რომ ამ სივრცეში ყველანი ერთნივით. ეს იწვევს ჩვენში გულის გახსნას და გონების გახსნას. ეს ამცირებს ჩვენში განცალკევებას. აი ამ გულგახსნილობით ვისურვოთ და გავაჟღეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის мотиваცია. მადლიერი ვარ დღევანდელი შეხვედრის და შესაძლებლობების, დღევანდელი სწავლების, ერთად პრაქტიკის და აი ყველა არსებას კონდეს მსგავსი შესაძლებლობები. მადლიერი ვარ ჩვენი მასწავლებლების, პრაქტიკოსების, მიმთითებლების, წინმავლების, მოსწავლეების, სანგასწევრების. მადლიერი ვარ ყველა არსების. მადლიერი ვარ საკუთარი თავის, რომ შემიძლია ამაზე დრო და ენერგია გამოვყო. და ყველა არსებისთვის იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო. და მივიდეს ეს სწავლება ყველასთან, ვისაც ამის საჭიროება აქვს. შეგიძლია ცხვირით ღრმად შეისუნთქო და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქო.
მადლიერი ვარ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის, რადგან ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და ფუფუნებაა, რომ საქართველოში ქართულ ენაზე შეგვეძლოს მსგავს თემებზე საუბარი და ფიქრი, რაც მთავარია. ფიქრი არა რაღაც ანალიტიკური და ახალი კონცეფციების შექმნა, არამედ აზროვნება, ჭვრეტითი აზროვნება, ჭვრეტითი მედიტაცია იმ თემებზე, რომლებიც ყველაფრის საძირკველი და საყრდენი არის. ლამალნა ხშირად იძახის ხოლმე, რომ სანგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. და ეს ჩვენი გასაკეთებელი არის, რომ ადამიანებთან გავაზიაროთ ის რისი დაკვირვების საშუალება ჩვენ მოგვეცა. ამით დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ ყველანი ერთად ერთმანეთს ვეხმარებით გულის და გონების გახსნაში. ერთმანეთთან საუბრით, ერთმანეთთან ყოფნით, ერთმანეთთან რაღაც გამოცდილებების გაზიარებით და ეს არის ჩვენი ადამიანური ძალა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჯერ პირველი გავაკეთოთ დაშვება, რომ ამაში ყველანი ერთად ვართ. ის რომ გავაკეთოთ დაშვება, რომ აქედან მხოლოდ მარტო ინდივიდუალური განთავისუფლება არ არსებობს და ეს ბადებს мотивაციას, რომ მოდი ყველამ ერთად აი ამაში მივიღოთ მონაწილეობა, რომ დავსვო ისეთი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩემი გონების გარდაქმნისთვის. და პირველი კითხვა ესეთი შეგვიძლია დავსვათ და შეგიძლიათ რომ ეს კითხვები სახში წაიღოთ და ამაზე ეს კითხვები დაუსახოთ საკუთარ თავს რომ პირველი რომ რა არის ადამიანი საერთოდ და რა ხდის ადამიანად. ერთი კვირის წინ ჩემს ცხოვრებაში არასდროს შეხვედრი ვარ ტიბეტელ ადამიანს, რომელიც ჩემხელა არის. რა კი მასწავლებლებს შეხვედრი ვარ, მაგრამ აი ჩემხელა ჩემი ასაკის ადამიანს ტიბეტელს არასდროს არ შეხვედრი ვარ და ესე შემთხვევით წინა კვირას sound healing-ის თერაპიაზე ვიყავი, სადაც ერთად ვიღებდით მონაწილეობას და იყო ტიბეტური თასები, ტიბეტური გონგი, მშვენიერი საღამო გამოვიდა და საღამო რო დასრულდა, საუბრობდით და ერთი ადამიანი მოვიდა და მითხრა, რომ აი იციო შენ ვიციო ტიბეტურ პრაქტიკებში ხარ ჩართულიო, თან მაგებზე საუბრობდით და ერთ ადამიანი გაგაცნოა და ჩემი ასაკის, ჩემხელა ბიჭი, თავის გოგო მეგობართან ერთად ისიც ასევე ტიბეტელი, ძალიან გამიხარდა რა. და ერთი რაც ვკითხე, პირველი კითხვა იყო ის, რომ აი თან ვიცოდი, რომ შემდეგ კვირას უნდა შეხვედრილიყავით და გვესაუბრა და კითხე, რომ შენი აზრით რა არის ადამიანი რა, ანუ რა გვხდის ადამიანად და იმ ადამიანმა მითხრა, რომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია დააკვირდეს თავის ფიქრებს. რეალურად ჩვენ კი ვიძახით, რომ აი ეს სხეული რომ აქვს ადამიანური სხეული და რომ ყველანი რომ ჩამოყალიბდით, რომ აი ადამიანს ესეთი სხეული უნდა ქონდეს, ესეთი საუბარი შეეძლოს, ესეთი ხმების გამოშვება, აღქმის ორგანოები და ასე შემდეგ. მარტო ამით მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი ვარ რა. შეიძლება როგორც არსება ადამიანი ვარ, მაგრამ სრული ადამიანი ამითი ეს არ მაყალიბებს მე სრულ ადამიანად. მაგალითად, რა ვიცი, ფიქრები, სიზმრები, აღქმის ორგანოები, ეს ყველაფერი სხვა არსებებსაც აქვთ. იმათაც შეუძლიათ ერთმანეთი კომუნიკაცია, თავიანთი ენა აქვთ, თავიანთი ინსტინქტები, თავიანთი მითითებები და ასე შემდეგ. მაგრამ ამით მე ვერ ვიქნები განსაკუთრებული, ხო? განსაკუთრებული არა როგორც აღმატებული, არამედ რა მხდის ადამიანად რეალურად რა. ადამიანი რის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ადამიანი. და არა როგორც არსება, რომელსაც ადამიანი ქვია. არამედ აი რეალურად ადამიანი რო ვარ, ეს რითი შემიძლია რა ვთქვა რა. ხო და ამაზე ლამალინა იძახეს ხოლმე ძალიან კარგად ესეთ რაღაცას, რომ ადამიანი ხარ მაშინ, როდესაც გაქვს შესაძლებლობა თავისუფალი ნების. თუ შენთვის თავისუფალი ნება ხელმისაწვდომია და არსებობს თავისუფალი ნება, შენ შეგიძლია თქვა, რომ ხარ სრული ადამიანი. თავისუფალი ნება რა არის, ხო? ეხლა ეს რო განვარტოთ. თავისუფალი ნება არ შეიძლება დავარქვათ იმას, რომ სადაც მინდა იქ წავალ და რასაც მინდა ჩავიცვამ და რასაც მინდა ვიზავ და ჩემი სხეულია და ჩემი უფლებები, ხო? ეს არ არის თავისუფალი ნება რა. და იმიტომ რომ რატო არ არის თავისუფალი ნება? იმიტომ რომ მე რაც მგონია რომ მინდა და მე რაც მგონია რომ მაქვს უფლება რომ ვაკეთო, ეგ საიდან მოდის? მაგის საწყისი იმპულსები რა არის? ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი თავისუფალი ნება, მას არ შეუძლია განასხვავოს იმპულსურობა სპონტანურობისგან. ის იძახის, რომ იცი რა, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და სპონტანური ცხოვრებით ვცხოვრობ.
მაგრამ რო კითხო ასეთ ადამიანს რა განსხვავებაა სპონტანურობასა და იმპულსურობას შორის, დიდი ალბათობით ვერ გიპასუხებს. მე პირიქით მეტიც ვერ გიპასუხებს კი არა, მომისმენია რომ მიკითხავს ადამიანისთვის, უთქვია რომ არაფერი განსხვავება არ არის რა, იგივე. და შეგიძლია მაგაზე დაფიქრდე, ეს იგივეა თუ არა? და იმპულსები არის იმპულსური ცხოვრება. არის ზუსტად ის, რაც მე მაშორებს ადამიანურ ბუნებას. და მაგალითად ტიბეტში არის ესეთი ტექსტი, ახლა რასაც განვიხილავთ, რომ ჩვენი ცნობიერება სხვადასხვა სფეროებში იმყოფება რა. ეს არის ძალიან ქვედა სფეროები, ეს არის ჯოჯოხეთის სფერო, შემდეგ მოდის მშიერი მოჩვენებების სფერო, შემდეგი არის ცხოველური სფერო, ცხოველების სფერო, შემდეგი არის ადამიანური სფერო და შემდეგი არის ღმერთების სფერო. ესეც ქვეპუნქტებად იყოფა და ამაზე დაწვრილებით გავიგებ, მაგრამ დღეს რასაც ვისაუბრებ, არ იქნება ეს ძირფესვიანად გავლილი ტექსტიზე საუბარი რა. ეს არის ეს დრო არ გვეყოფა უბრალოდ, იმიტომ დაახლოებით 1 საათიანი შეხვედრა გვაქვს, ვეცდები რომ მხოლოდ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხებს შევეხო, რაც დაგვეხმარება რომ მე სახლში წავიდეთ და ჩვენ თვითონ გავაღრმავოთ ეს დაკვირვებები, გადავამოწმოთ მასწავლებლებთან, სხვა პრაქტიკოსებთან და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ძირითადად შევეხები მხოლოდ. და ასევე ეს არ არის მაინდა-მაინც სწავლების ფორმატი რა, იმიტომ რომ მე დღესაც ვაზიარებ, ეს არის ის, რაც მასწავლებლებისგან მიმიღია მითითება, დამატებული ჩემი პირადი გამოცდილება და დღეს ვცდილობ, რომ აი ჩემი გამოცდილებით როგორც დამუშავდა ჩემს ცნობიერებაში და როგორც შემიძლია რომ მე გადავცე, აი მას ვაზიარებ რა, მხოლოდ და მხოლოდ დაყრდნობილი მითითებებზე დამატებული გამოცდილებები. კარგი, გავაგრძელოთ ეხლა. რატო ვიძახის ტექსტი ესეთ რაღაცას, რომ არის სხვადასხვა სფეროები, სადაც გონება იმყოფება რა. და ჩვენ წეგან შევჩერდით იმპულსურ და სპონტანურ ცხოვრების განსხვავებაზე, ხო? და მე რატომ არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თავისუფლება არის ის, რომ რასაც მინდა ვუზავ ჩემს სხეულს, ჩემს კუთვნილებაში ყოფ არსებებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩემი ნებისმიერი მე თუ ამის გულწრფელობა არ გამაჩნია და ჯერ ჩემი გონება არ არის იქამდე მისული, რომ ამის აღიარება შემეძლოს, ხო, რა თქმა უნდა ეს საუბრადაც არ ღირს, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ ის, ვინც აკეთებს დაშვებას, რომ შეიძლება ყველა ჩემი ქმედება, აბსოლუტურად ყველა ქმედება გამოწვეულია იმპულსური ქმედებებით. იმპულსური ნიშნავს, რომ ჩვევებია რა ყველაფერი, ჩემი ყველა ქმედება არის ჩვევა. აი ამ ტიბეტელზე როცა მოგიყევთ, ახლა ეს ტიბეტელი გავიცანი, მეთქი ესეთ რაღაცას მიყვება, რომ ხედავო მე დღეს რამდენად ბავშვობაშიო მიმიღია უამრავი ტრამვაო, გამختარვა ინდოეთში ბევრი ბულინგის მსხვერპლიო და დღეს ხვდებიო, რომ ყველა ჩემი ქმედება იფილტრება იმ გამოცდილებებში, რა გამოცდილებებით დღემდე დავაგროვეო რა. და ზუსტად მაგას იძახის ზოგჩენის სწავლებას და ეგ უთხარ, ხა შენ რასაც და იქ ბევრი საუბრა რა თქმა უნდა და ეცადა რომ თავის რაღაც თანამედროვე და დასავლური ტერმინებით და ფსიქოლოგიით განემართა და მე უთხარი რომ აი ეხლა შენ რასაც იძახი, მეთქი ზუსტად იგივეს იძახის ზოგჩენი და ეს რას იძახის, რომ როდესაც ჩვენ ვიბადებით, ჩვენს ცხოვრებას არანაირი ინსტრუქცია არ მოყოლია რა. და ისე ვცხოვრობ, როგორც მასწავლეს, ან ისე როგორც გადავრჩი, ან ისე როგორც მგონია, რომ გადავრჩები, რაღაც ავკრიბე სხვადასხვა ინსტრუმენტები რა. უამრავი შთაბეჭდილება მქონდა, უამრავი შეხედულება მქონდა ადამიანების, საგნების და მოცემულობების მიმართ. და როგორც იმ მომენტში იმუშავა ჩემთვის, ისე ვაგრძელებ, რომ აი კიდე იმუშავებს რა. გამოდივები თითქოს ტვინი ემსგავსება რაღაცნაირ გადამრჩენელ სტრუქტურას, რომელიც ცდილობს, რომ ანალიზი გააკეთოს წარსულის, რომ ამითი გადარჩა და გააკეთოს გათვლები, რომ მომავალშიც პრევენცია გაკეთოს იმისი, რომ რაღაცა პრობლემები არ შეიქმნას და წინასწარ გადაირჩინოს თავი რა. და ზოგჯერ ეგეთ რაღაცას იძახის, რომ მე მჭირდება, რომ ყველაფერისგან, რა ცხოვრების გზაზე ავკრიფე, გავთავისუფლდე, ეს იქნება ჩვევები, წარმოდგენები, შეხედულებები, და იდენტობები, რაც მთავარია. იდენტობები, რასთანაც თავი გავაიგივე. ჩემი ფიქრები, აზრები, ემოციები, შეგრძნებები.
რაც აყალიბებს მერე წარმოდგენებს. აა, ესე ვთქვათ, სიღრმისეულ რწმუნებულებებს. ამასთან მე იდენტობა მაქვს და ვიცახი, რომ აი ეს ჩემია რა. და აი ამ ყველაფრისგან ის კი არა რომ რაღაც უნდა გავხდე. პირიქით, ზოგ ჩვენ იძახის რომ გავთავისუფლდე რა, ან გავეშვა ამ ყველაფერს, რათა შევძლო დავინახო ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც უცვლელია, არსად არ წასულა, ყოველთვის ჩვენთან არის. ყოველთვის აი ეს უკედეგანო სივრცე, გაშლილი, გაფართოებული მხედველობა არის და არა დავიწროვებული, ფოკუსირებული წერაგურს გავაკეთე. გადარჩენაზე ორიენტირებული. და როცა ჩვენ ვიძახით, რომ რა არის იმპულსური ცხოვრება, იმპულსური ცხოვრება არის ზუსტად ის, რაც ჩემში მკარ ნახობს, როგორ ვიცხოვრო, მაგრამ მე არ მაქვს უნარი, რომ დავაფიქსირო, რომ მკარ ნახობს. აი გაჩნდა სექსის სურვილი და მაშინ უნდა დავიკმაყოფილო თავი, გაჩნდა შიმშილი და მაშინ უნდა დავიკმაყოფილო სურვილი, გაჩნდა იმპულსი, რომ ეხლა ეგ მოსაწყენია და გართობა მინდა და წავიდე მაშინვე გავაკეთო, ანუ არანაირი პაუზა არ არსებობს, არანაირი გადამოწმების შესაძლებლობა არ არსებობს. რასაც ჩემი შინაგანი, აი ძალიან ღრმა, ჩაპრესილი რწმუნებულებები, შეხედულებები და 1000 გონების სიგიჟე მიკარნახებს, ამოხტება და მაშინვე აი თითქოს უცებ პროექტორი რო გააშუქებს, ხო, აი ესე ამოხტება და მაშინვე გაშუქდება და ეგ ხდება ჩემი ცხოვრება და იმ მომენტში ეგ ვიძირები და იქ ვარ რა. და სპონტანურობა განსხვავებით იმპულსურობისგან. სპონტანურობა არის ის, რომ მე ვცნობ აი ამ სიცოცხლის უნარიანობას ჩემში. მე ვგრძნობ აი ამ საყრდენს, რასაც ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა ქვია. ხედავ ამ იმპულსებს როგორ ამოხტება, ხედავ ემოციებს, ფიქრებს, ტკივილებს, სიხარულებს, სურვილებს. არ მოქმედებ აი აქედან. ესენი აი ესე ხტიან თავისით, მაგრამ მე აქ უყურებ ამას და ვხედავ. და ამ სიმშვიდის მდგომარეობიდან გაფართოებული გაშლილი ცნობიერების მდგომარეობიდან მოქმედება. არის ცოცხალი, სპონტანური მოქმედება. გალამალინა ესეთ რაღაცას იძახის ხოლმე, რომ სანამ ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ნება, მაქამდე ვზივართ ყუთში რა. აი ეს დავიწროებული მხედველობა არის ყუთი. ჩემი პატარა ირაკლი, რაღაც პატარა ირაკლის ცხოვრება, პატარა სამსახური, რაღაც ბიზნესებზე, კარიერაზე ორიენტირება, რაღაც სიხარულების დევნა, პატარა ყუთი მაქვს და ამ პატარა ყუთში ფუსფუსებ რა, პატარა სამყარო მაქვს მოწყობილი და ამ პატარა სამყაროს ხელმწიფე არის ირაკლი, სამყაროს ცენტრში დგას, ანუ ამ ყუთის ცენტრში დგას და ცხოვრობს რა და გონია რომ ეს ყუთია რა, ყველაფერი რა. და ამ ყუთში იტანჯება, ვერც მანდ ვერ არის კმაყოფილი, მანდაც იტანჯება. ხო და დღევანდელი შეხვედრებით და ზოგადად ესწავლებაც ემსახურება იმას, რომ დავინახო ეს ყუთი, დავინახო რომ მე ადამიანი მქვია, მაგრამ არ მაქვს ადამიანური ძვირფასი დაბადება, ძვირფასი ადამიანური დაბადება და დავიწყო ამ ყუთის შემჩნევა და მე ამ ყუთზე კაკუნი, რომ ვნახო რა ამ ყუთიდან გასასვლელი გზა. ორიგინალი ტექსტი, რასაც დღეს გავშლით, იძახის ესეთ რაღაც ძალიან მოკლე არის იდეაში რა. ეხლა მე რა წიგნს გავაზიარე პატრონ რინპოჩეს, ის თავის კომენტარებია და საკმაოდ ვრცელი და ძალიან სასარგებლო წიგნი არის. უშუალოდ ორიგინალი ტექსტი ძალიან მოკლე არის და ესეთ რაღაცას იძახის რა. პირველი მედიტაციის თემა ეხება ძვირფას ადამიანურ სიცოცხლეს, რომელიც დაჯილდოვებულია ყველანაირი თავისუფლებებითა და უპირატესობით. მისი მოპოვება რთულია და ადვილია განადგურება. ამიტომ ახლა არის დრო მას მნიშვნელობა შევძინოთ. აი ეს არის სრული ტექსტი. ჩვენ შეგვიძლია ხა რომ აი აქედანაც უამრავი რამე გამოვიტანოთ. და ამ პატარა ტექსტის გაშლა იქნება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჯერ დავაკვირდეთ რაზე არის აქცენტი რა, რომ აი აქ ეს რაღაც იძახის რომ ამ ძვირფასი ადამიანური დაბადების მოპოვება ძალიან რთულია, მაგრამ მოპოვება რას ნიშნავს? მოპოვება არ არის რაღაც რომ დავიმსახურო, ჩავებღაუჭო, რაღაცას გამოვგლიჯო, მივისაკუთრო.
რაღაცაზე რომ მიღწევა მჭირდებოდეს, ასეთი არ არის მოპოვება. აქ მოპოვებაში უფრო ნაგულისხმები არის ის, რომ რაღაცაზე წვდომა მქონდეს რა, ჩემთვის ხელმისაწვდომი იყოს და მე რო ყუთში ვზივარ და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვიტანჯები ჩემი ჩვევებით, ვიტანჯები ჩემი შფოთებით, რაღაც აუტანლობებით, დაბნეულობით, გაურკვევლობით, ტკივილებით, ურთიერთობებით, მიჯაჭვულობებით და 1000 რაღაცით, რასაც მე ხა ჩავშლით, იქ რა თქმა უნდა რომ არანაირი წვდომა არ არსებობს იმისი, რომ მე ყუთზე ვიფიქრო და არამც თუ ყუთიდან გასვლაზე, არამედ ყუთზე ვიფიქრო. აი ეს იგულისხმება მოპოვებაში რა, რომ მე მომეცეს შესაძლებლობა, რომ ჩემს გონებაში გაჩნდეს ფიქრი, რომ მოიცა იქნება და ეხლა როგორც ვცხოვრობ, აი ახლა ამ მომენტში როგორც ვცხოვრობ, რასაც ვაკეთებ და როგორც ვოპერირებ და რა ღირებულებებიც მაქვს. იქნება და ამის იქით აბსოლუტური სხვა რეალობა არსებობს რა. იქნება და აი ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ აი იქნებ მე მთელი ჩემი ენერგია წავიდა ბაღში, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში. მე მაგალითად 17 წლიდან სამსახურში ვარ, მუშაობ. სულ რაღაც თანხის შეგროვებაზე ვარ, რომელიც რატომღაც არასდროს არ გროვდება. სულ რაღაც ვალების აღება გასტუმრება, ამაში ჩართულობა თავიდან ბოლომდე და იმის დაჯერება, რომ ერთ დღეს რა ლაგდება. მერე შეყვარებული, ცოლი, შვილები, ოჯახში ჩართულობა, ოჯახის წინ წაწევა, სახლის ყიდვა, ერთი სახლი არასდროს არაა საკმარისი. მერე მეორე იქნებ რაღაცნაირად გამოტყუა ამ სამშობლოს და არა მარტო სამშობლოს, მერე ეხლა ჩემ შემთხვევაში მაგალითად მე 6 თვით ჩამოვედი ამერიკაში და 8 წელი რომ მაგრად ვიმუშავე, მერე გაჩნდა ესეთი კითხვა ჩემ თავში, რომ მოიცა ირაკლი ამას რატო აკეთებ რა? ეს შენი სურვილია, შენი არჩევანია, ეს შენი თავისუფალინება, თუ რატო აკეთებ? და მე მაქვს შეგრძნება, რომ აი შემაყენეს შემაყენეს არა ვიღაცა ადამიანმა, არამედ ჩემმა ინსტინქტებმა და ჩემმა ესეთ მაშინ საბეჭდებმა და წარმოდგენებმა, რომ ცხოვრება ესეთი უნდა იყოს, უნდა იშრომო, აბა ისე როგორ. რაც მეც ვშრომობ, მეც მიაღწევ და ესეთმა შეგონებებმა, რომ ეს ცხოვრება ტანჯვაა და უნდა იმუშაო და თუ იმუშავებ მე სადღაც დაგიფასდება და კენწეროში გატკბილდება და ასე შემდეგ. აი ამ შეხედულებებმა, რომელიც მე დავიჯერე, რაღაც რელსზე შემაყენა რა. და ამ რელსზე მივექანები. და უცებ მქონდა მომენტი, რომ მოიცა რა, ეხლა აი ამ რელსზე რატო ვარ? მინდა ეხლა აი ამ რეაქტიულობაში რო ვარ ჩართული და სადღაც მივექანები? მე თვითონაც რო აუცილებლად მივექანები? მინდა ამ ყველაფერში ყოფნა? ეს ჩემი არჩევანი იყო? და არა, არ ყოფილა ჩემი არჩევანი. ეს ჩემი რწმუნებულებების, ჩემი ხედვის, როგორც ამ სამყაროს აღვქონდი, იმათი არჩევანი იყო და არა ჩემი პირადი. ამიტომ სანამ არ გაჩნდება ის შესაძლებლობა, რომ გონებაში დავსვათ მსგავსი კითხვები და გადავხედოთ ჩემს ცხოვრებას, ჩემს ქმედებებს და ჩემს მოცემულობებს, რა თქმა უნდა, რომ მე არ მაქვს წვდომა ამ თავისუფლებაზე. და აი ამ მოპოვებაზეა საუბარი და არ იმაზე, რომ მოვიხოჭო რაღაც. ამას ძალით ვერ მოიხოჭო. ეხლა მე რაც არ უნდა თუნდაც რა ვიყოთ 4 წლის წინ ვიღაცას ეთქვა, რომ ამაზე დაფიქრდი, ერთ ყურში შევუშვები და მეორეში გამოუშვებდი, იმიტომ რომ ჩემში არ იყო ეს ადამიანური ძვირფასი ადამიანური დაბადება. არ იყო, იმიტომ რომ სხვა ინტერესები იყო. და აქ მე იძახს ეს რაღაცას, რომ განადგურება კი მარტივია. და განადგურება ნიშნავს, რომ აღარ მქონდეს წვდომა რა. ანუ ეს არ არის ის, რომ მე რახან ეხლა ამაზე დავფიქრდი და ეხლა რახან შეხვედრას ვესწრებით ამაზე ვსაუბრობთ, ეს ერთხელ მოხდება ამაზე დაფიქრება და მე სულ ჩემია გარანტირებულად რა. არა, ეს არის გამუდმებით პროცესი. რომ გამუდმებით სიცხადე შევინარჩუნო იმისი, რომ და ამ სიცხადეზე ვქონდეს მედიტაცია და პრაქტიკა, რომ მახსოვდეს, რომ ყოველთვის არსებობს რაღაც უფრო ძლიერი, ვიდრე ჩემი პრაქტიკები. ანუ მე რაც არ უნდა ჩართული ვიყო ამ პრაქტიკაში და რაც არ უნდა გავაკეთო, არაფერი არ არის ისეთი, რაც მომეცა, შევინარჩუნებ და ყოველთვის ჩემთან იქნება. მე მჭირდება პრაქტიკები, სანამ აშკარად არ დავინახავ იმ ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას, რომელიც უცვლელია. და ჩემთვის აქ წეგნ ტექსტში ყველა რო წავიკითხეთ, საკვანძო სიტყვა იყო ესეთი, რომ ტექსტის რაღაცა ამბობს, რომ აი ახლა არის დრო, რომ გავხადოთ მნიშვნელოვანი. ანუ არ არის ეხლა მნიშვნელოვანი. თუ უნდა გავხადო მნიშვნელოვანი, ანუ ჯერ არ არის მნიშვნელოვანი. ხო და აი კითხვა მთავარი რა დასასმელი, რომ ჩემი ცხოვრება, როგორც მე ვცხოვრობ, მნიშვნელოვანია? რომ მუშაობ,
სამსახურიდან სამსახურზე გადავდივარ, ბიზნესიდან ბიზნესზე, კარიერიდან კარიერაზე, პარტნიორიდან პარტნიორზე. ეს არის ცხოვრების მთელი ეს არის ცხოვრება? ამაში მაქვს მთელი ყურადღება? ეს მინდა რომ იყოს მთელი ჩემი ის მოცემულობა, რაშიც ჩემ ცხოვრებას ვხარჯავ? იქნებ რაღაცა უფრო იმაზე მეტი არსებობს, ვიდრე აი დღევანდელი ჩემი ცხოვრება, როგორც მე ვიცხოვრე დღემდე. იქნებ ამაზე მეტი არსებობს რაღაც. უფრო მნიშვნელოვანი არსებობს რაღაც. მე მაგალითად ქრისტე ხო იძახის თავის სწავლებაში ეგეთ რაღაცას, რომ ნუ შეიყვარებ ამ წუთის სოფელს რა. და მე ვატყობ, რომ შევიყვარე კი არა, ისე შევიყვარე, რომ დავიკარგე. თავარი პრიორიტეტი არის ის, რომ პარტნიორი მეყოლება არ მეყოლება, ესეთ სამსახური მქონდეს, ბევრი ფული მქონდეს, ბევრი ბიზნესი მქონდეს. ქართულ გამოთქმაშიც ხო არის ესეთი სიმღერა ხო გვაქვს ჩვენ შაირებით, რომ ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ხო? მანდ ვართ რა. ეგაა მნიშვნელოვანი. და ეს მნიშვნელოვნება არასდროს არ კმაყოფილდება. იმიტომ რომ არ არის რეალურად მნიშვნელოვანი. და სანამ მე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვნებას არ დავინახავ და ამაზე არ დავიწყებ მედიტაციას, ჭრეთ აზროვნებას, ჭრეთ მედიტაციას და ასე შემდეგ, აქამდე უნიშნელოა. კარგით, გავაგრძელოთ. ესე იგი, თავისუფალი ნების არ ქონა ნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ გამუდმებით სულ რაღაც სფეროებში იმყოფება ჩემი გონება. და ეს დაბადება ნიშნავს იმას, რომ მე წინა ცხოვრებებშიც რაღაცეები მაქვს გაკეთებული. და ამ წინა ცხოვრებაში დაბადება მომცა რაღაც შესაძლებლობა, რომ დღეს აი ამ ფორმაში დავბადებულიყავ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენება არის, რომ ლამალინა ხშირად იძახის ხოლმე ეს რაღაცას, რომ დრო არ არის ისეთი სწორხაზოვანი, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. დრო აი სადღაც სიტყვაზე დაიწყო და აი ესე მოყვება და ესე გრძელდება რა. ანუ იძახიან ხოლმე დღევანდელ დასავლურ თანამედროვეობაში, ასტროლოგიაში და ფსიქოლოგიაში და ასე შემდეგ, რომ ვინც წინა ცხოვრებებზე ლაპარაკობს, რომ აი მე სიტყვაზე რაღაცა წინა საუკუნეში თუ ეს ვიყავი, აი ესე მე მოვდივარ და ეხა ეს ხდება, ესე არ არის. არ არის სწორხაზოვანი ეს დრო. ამიტომ დაშვება მჭირდება და გავაკეთო იმისი, რომ მე თუ ვარ დღეს ადამიანურ ფორმაში, ამავდროულად მე სხვადასხვა სფეროებში ვიმყოფები. და მე ამას ვატყობ ჩემი ცხოვრებას თუ გადავხედავ დღევანდელი ცნობიერებით, მე ვატყობ, რომ ძალიან ბევრ სფეროში მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრება. და არა მარტო ცხოვრება, არამედ დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროებში ვხდები რა და სხვადასხვა სფეროებიდან ვოპერირებ. ჩემი ცნობიერება სხვადასხვა სფეროებში დღის განმავლობაშიც კი არამც თუ მთელი ცხოვრები და არამც თუ წინა ცხოვრებები. ესე იგი პირველი არის, რასაც ტექსტი იძახის, რისგანაც უნდა გამთავისუფლდე. აი ხო არის ტექსტში ნათქვამი, რომ არსებობს თავისუფლებები და ჩემთვის ხელმისაწვდომი ხდება განთავისუფლება და რაღაცის უპირატესობები და განთავისუფლებაში არის რამოდენიმე ისე ვთქვათ სფერო, რომელშიც მჭირდება ამოვიცნო საკუთარი თავი. და ან ჩემი პრაქტიკა იყოს მიძღვნილი იქნა, რომ ამ სფეროებიდან გამოვიდე. და სანამ ამ სფეროებიდან ვერ გამოვალ და არ გამთავისუფლდები ამათგან, მაქამდე არ მაქვს მე ძვირფასი ადამიანური დაბადება. მაქამდე ჯერ იმ ყუთში ვარ კიდე რა და ან აღვიქომ რომ ყუთში ვარ, ან არა, ეგეც კიდე საკითხავია. ესე იგი პირველი არის ჯოჯოხეთის მდგომარეობა, ანუ ჯოჯოხეთის სფერო. აქ ტექსტი იძახის ეს რაღაცას, რომ ხო ძალიან საინტერესოა, რომ ამას თუ ადამიანი ამას დააკვირდება თავისი შინაგანი ხედვით, მაშინ და ჩემი გამოცდილება ესეთია, რომ აი მე ესეთი რაღაცეები, ეხლა რასაც დღეს ვისაუბრებთ, მე ერთ დღეს როცა დავიწყე პრაქტიკა და სანამ ამ ტექსტებს გავეცნობოდი, დავინახე ძალიან აშკარად და მკაფიოდ, რომ სიგიჟეში ვარ რა. ცხოველურ ინსტინქტებში ვარ, ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში ვარ. მართული ვარ ჩემი ჩვევებით. რომ ვიღაცას სულ გამორჩენაზე ვარ და სულ რაღაც დიდი სიცარიელე და ტკივილი მაქვს, რომლის დაკმაყოფილებისთვისაც მჭირდება აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი. უსიყვარულობა მჭირს რა. გონება დაჩაკეტილი, დაპატარავებული გული, დალუქული და რაღაცა გადარჩენის ინსტინქტებით მოძრაო.
და მერე აი ამითი როცა დავიწყე მასწავლებლად ზებნა და ლამალინასთან დავიწყე პრაქტიკების გაკეთება და ლამალინამაც მომცა ეს მითითებები და ეს სწავლება გაგვიზიარა. და ეს ტექსტიც როცა წავიკითხე, მე აი გავიგე რა, რასაც იცახის რა. მაგრამ არ არის ყველა შემთხვევაში რომ ესეთი გამოცდილება ქონდეს. შეიძლება ჯერ წაიკითხო და მერე დაიწყო დაკვირვება. ესე იგი პირველი არის ჯოჯოხეთის მდგომარეობა, ჯოჯოხეთის სფერო. ამ დროს გამუდმებით შეიგრძნობა ძალიან მძაფრი ემოციები რა, მძაფრი შეგრძნებები. ეს იყოფა 6 მძაფრი ცხელი შეგრძნება და 6 მძაფრი ცივი. ამ დეტალებს არ ჩავშლი ახლა დროის სიმცირის გამო, უბრალოდ თავარს ვიტყვი რა, რომ სიმძაფრეები არის ეს თუნდაც ემოციები და შეგრძნებები და თუნდაც ტკივილი. მე მაგალითად მქონია ტკივილის ისეთი მდგომარეობა, შაგიკის ისეთი გამოვლინება, რომ ჭირდებოდა რომ ოთახში სრულ სიბნელეში, სრულ ხმაურისგან იზოლაციაში ფარდები ჩამოფარებული თავზე რაღაც გადაფარებული და ეგრე დღეები ვწოვლილოა რა. აუტანელ ტკივილებში. და იმ აუტანელ ტკივილში არაფერი არ არსებობს გარდა გადარჩენის ინსტინქტის. არანაირი სიყვარული იქ არ შეიგრძნობა, არანაირი ადამიანურობა იქ არ შეიგრძნობა. იქ არის გააუტანელი ტკივილი და ამ ტკივილის გაძლების მცდელობა. და ეს არის ჯოჯოხეთის მდგომარეობა. არსებობს ემოციურად ჯოჯოხეთის სფეროები, რომ აი ემოციურ სიმძაფრეებს გვძნობ, რა მრისხანებას და სიბრაზეს და უგულობას და ასე შემდეგ. და ცივ კატეგორიაში ეს ემოციების გაყინვა, რომ აი არანაირი შეგრძნება, თანაგრძნობა და დამოკიდებულება არ გამოჩნია არც ერთი არსების მიმართ რა. ეს ყველაფერი სულ ერთია რა, გაყინული ვარ, გარობოტეებული ვარ რა. ბავშვობაში მახსოვს რომ არ მახსოვს ვინ მითხრა, მაგრამ მახსოვს რომ ესეთი კითხვა დავსვი, რომ რა არის ჯოჯოხეთი თქო რა. და იმ რელიგიიდან გამომდინარე რა რელიგიაშიც გავიზარდე, ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა ესეთ რაღაც, რომ აი ჯოჯოხეთი არისო, რომ აი წარმოიდგინე ეკლესიაში რომ ქადაგებას ესწრები და გაუჩერებლად ლაპარაკობ. რა არ უსმენო ქადაგებას და ლაპარაკობ. მაგის გამო შეიძლება ჯოჯოხეთში მოხვდეო. და ჯოჯოხეთში იქნება შენი სასჯელი ეგეთი, რომ სულ ილაპარაკებო რა. ძალიან დაიღლებიო, ძალიან მოგინდებაო რომ გაჩერდე, აღარ ილაპარაკო, მაგრამ ვერ გაჩერდები. აი სულ ილაპარაკებო რა. ხოდა იმ ადამიანმა გასაგებია თავისი რელიგიური წარმოდგენით ამიხსნა. მაგრამ დღეს მე ეს ძალიან დამეხმარა ეს ახსნა. ეხლა სხვანაირად დავინახე რა. გამოდიოდა ცნობიერებით, მართლა ესე არის. თუმცა მართლა ის კი არა, რომ ლოკაცია არსებობს ჯოჯოხეთი და სადმე ან ეს ტიბეტური სწავლება, ან ქრისტიანული ლაპარაკობს, სამე ლოკაცია არსებობს. ხო ეს ყველა ძალიან ბავშვური გაგება არის, აქედანაც უნდა გამოვიდეთ რამენაირად. ეს ხო ლოკაცია არ არის, ეს არის ჩემი გონების მდგომარეობა. ეს ჯოჯოხეთის სფერო, რომელშიც ჩემი გონება იმყოფება, მართლა მაგას გავს, რომ აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც შენში უზარმაზარ ტკივილს იწვევს, მაგრამ შენ არ გაქვს იმის უნარი, რომ ეს პროცესი შეაჩერო. გინდა არ გინდა აკეთებ. ვერც კი ხვდები, რომ გინდა თუ არ გინდა, უბრალოდ იტანჯები და აკეთებ. და ამას დასასრული არ აქვს. ეს არის ჯოჯოხეთის სფერო. შემდეგი არის მშიერი მოჩვენებების სფერო რა. მშიერი მოჩვენებების სფერო არის აი გამუდმებით დაუკმაყოფილებელი მდგომარეობა. სიხარბე, სიძუნწე, შური, გადაჭარბებული სურვილები, არასდროს არ ვარ სავსე, რა ის სიცარიელე მაქვს შინაგანად, რა რამდენი სიყვარულიც, მზრუნველობაც, ურთიერთობებიც არ უნდა მივიღო, მაინც უმშიერი ვარ, ფინანსები, რა წარმატებასაც არ უნდა მივახციო, უფრო მეტი არსებობს. ფოტოშორის წერო სიმღერა თქვი, აქაც ძალიან კარგად ამ თემაზეა ნათქვამი, რომ ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. არასდროს არ არის რა საკმარისი, რა. მე არანაირი გაცემა არ შემიძლია. მხოლოდ და მხოლოდ მივიღო. და თუ ვერ მივიღებ, მე მომოძრავებს მრისხანება, შური, ჭვიანობა, ეს ფსიქოსომატურობაში სისტემის მთლიანად მოშლას და ასე შემდეგ. ამ სფეროებში არის დამოკიდებულება და ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მაქვს გატარებული ამ სფეროში. მშიერი მოჩვენებების სფეროში, რასაც ქვია დამოკიდებულებები რა, ეს ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, სექსზე დამოკიდებულება, შოპინგზე, სამსახურზე დამოკიდებულება და ურთიერთობებში მიჯაჭვულობა, სიყვარულზე, ნებაზე დამოკიდებულება. აი ეს დამოკიდებულებები არის გაუცნობიერებელი ქმედება, რომ მე შინაგანად ვიცი, რომ ამაზე ბევრად მეტი ვარ. ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა ღვთიურია, გაშლილი, გაფართოვებული, უკიდეგანო მდგომარეობა. ეს სადღაც ვიცი რა.
ჩემ არაც ჩემთვის რო შუქი არ არის ჯერ დაანთებული, იქიდან ვიცი. ესე ვთქვათ, ჩემმა სულმა იცის, ჩემმა გონებამ და დიდმა გონმა იცის. და ეს ყველაფერი მე დავავიწროვე და ჩამოვიყვანე აი ამ ცხოვრებისეულ ტანჯვებში და პრობლემებში, რომელიც საკუთარ თავს მოუგონე და მე თვითონვე დავიჯერე. და აქედან ტანჯვა იმდენად ძლიერია, რომ მე მჭირდება ეს ტანჯვა რაღაცებით გავიყუჩო რა და რაღაცეებით შევივსო. და ეს მეგონა ზოგჯერ ადამიანი, ზოგჯერ რაღაც საგანი და ასე შემდეგ. არასდროს ჩემში არსებობს აი ქვევს რო ძირს გააცლი, ეგეთი არსება ხვდები, რომელსაც ვერაფერი ვერ ამოავსებს. მე ბავშვობაში მეუნებოდნენ ძალიან მიყვარდა თურმე პატარაობაში ჭამა და ერთხელ მახსოვს რომ მეზობელთან ვიყავი ჩასული, ბებია ჩემს ჩავყევი მეზობელთან, იქ ვახშამი შემომთავაზეს, მეც რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი. და არასდროს არ რჩებოდა ჩემში ის შეგრძნება, რომ აი ახლა მეყოფა, სულ ჭამდი რა, რამდენიც უნდა შემოგეთავაზებინა და ერთხელ მეზობელმა მითხრა, რომ რა იყო, კუჭი გახვრეტილი ხომ არ გაქვსო. ხო, აი ეგეთი შეგრძნებაა, რომ აი ვერაფრით ვერ წდები, არ გშია, მაგრამ მაინც ჭამ. მე ტასაცმლებით გამოტენილი მქონდა კარად. ისე რომ ფასიც კი არ მქონდა ამძვრალი ამ ტასაცმლებზე, მაგრამ მაინც უნდა მეყიდა, იმიტომ რომ ჩემში ეს დამოკიდებულება იყო. გამუდმებით დაუკმაყოფილებელობა. თუმცა არა მარტო ყოფი ცხოვრებაში, სანგაშიც და მასწავლებელთან ურთიერთობაში მე მქონია შეგრძნება, რომ აი ჯერ მინატურია, რომ ოღონდ ლამალინასთან მქონდეს ურთიერთობა ფიზიკური. მე მქონია და იმის დაუკმაყოფილებლობა, რომ აი კიდევ უფრო მეტი მინდა, ვერ ძღება ჩემში რაღაცა რა. კარგი, შემდეგი არის ცხოველური მდგომარეობა, ანუ ცხოველური სფერო, სადაც ჩემი გონება აქაც ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა ჩემთვისაც და ჩემი გონებას დიდი ცხოვრების დიდი ნაწილი აქვს გატარებული. არა მარტო ეს ცხოვრება, არამედ წინა ცხოვრებებიც და დღესაც ხშირად არის ხოლმე, რომ აი ამ მდგომარეობიდან ურთიერთობ სხვა არსებებთან რა. ეს არის მდგომარეობა უმეცრების მდგომარეობა და აქ არ არის არანაირი გამოღვიძებული მდგომარეობა. აქ არანაირი შესაძლებლობა არ არის იმისი, რომ ადამიანი დაფიქრდეს, რომ მოიცა, ეხლა იქნებ ესე არ არის და იქნება ამაზე მაღალი რაღაცებიც არსებობს და აქ ხდება აი სრულიად მართულია ადამიანი აქვს თავისი ინსტინქტებით. აქ არის შეგრძნება, რომ უნდა დაჩაგრო, თორე დაგჩაგრავ. აქ არის შეგრძნება, რომ უნდა დაამცირო, თორე დაგამცირებენ. აქ არის შეგრძნება, რომ ცხოვრება ბრძოლაა და უნდა აჯობო. აქ უნდა გადარჩე. აქ შეიგრძნობა, რომ სულ გამუდმებით ცხოვრებასთან ჭიდაობაში ხარ რა. უნდა გაიმარჯვოში ხარ. აი ცხოვრება, ხო, მე ბავშვობაში ხშირად მესმოდა, რომ ეს ცხოვრება არ არის მარტივი. ეს ცხოვრება ომია. ეს ცხოვრება ბრძოლაა. უნდა იშრომო. რაც მეც იშრომებ, მე უფრო მეტი შესაძლებლობა გექნება, რომ რაღაცას მიაღწია. აქ არის ადამიანების გამოყენება ერთმანეთისთვის. წარმატებისთვის, დამსახურებებისთვის. აქ არის ესეთი რაღაცა რო ვთქვათ, რომ აი დასავლურ თანამედროვე სწავლებებში, თუნდაც ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში ხშირად გქონია ხოლმე, რომ საბაზისო მოთხოვნილებები უნდა დავიკმაყოფილოთ, ხო ეს მასლოუს თეორია იქნება პირამიდის სახით თუ ასე შემდეგ. ხო, აი რომ ადამიანი ისეთი არსებაა, რომ თუ ძირეული საბაზისო მოთხოვნილებები არ დაიკმაყოფილა, მაშინ მაღალ მატერიალურზე ძნელია საუბარი. ხო და მე ესეთ კითხვას ვსვავ ახლა ჩემ თავში რა. იმიტომ რომ ეს სწავლებები ამას მე მანახებს, რომ ეს შესაძლებელია და მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან ეს მქონია. ამას პირადი გამოცდილებიდან ვაზიარებ. ამ კითხვას თქვენთანაც დავსვავ და შეგიძლიათ სახში წაიღოთ ეს კითხვა და ერთად ცალსაკეთს და ერთადაც ჯგუფებში შეგიძლიათ დაფიქრდეთ ამაზე და ყველამ ერთად ვიფიქროთ ამაზე. იქნებოდა შესაძლებელია, რომ მე როგორც ღვთიურ არსებას, მე როგორც დიდგონს არ მჭირდებოდეს მინიმალური საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იმისთვის, რომ ჩემში მოხდეს გულისა და გონების გახსნა. პირიქით, იქნება და ეგმამყოფებს მთლიან ამ დაპატარავებულ ყუთში, რასაც ადამიანობას ვეძახით, რასაც განვითარებას ვეძახით, რომ ჯერ დავიკმაყოფილო საბაზისო მოთხოვნილებები და მერე იმედი მივცე საკუთარ თავს, რომ რაღაცა იქნება.
იქნება და საერთოდ არ არის საჭირო. იქნება და მე პირიქით შემააქვს შესაძლებლობა რომ გამოვიდე ერთიანად მთლიანად გამოვიდე ამ ცხოველური ინსტინქტებიდან. შვიერი რო სახში მივდივარ და მრისხანე ვარ და თუ რაღაცა იმ მომენტში არ დამიკმაყოფილდა რომ აგრესიული ვხდები. ან манипуляციის სახით რო ვცდილობ რომ დავიკმაყოფილო რაღაცეები. ჩემში აი ეს ცხოველური მდგომარეობა. თანდათანობით შემიძლია რომ რაღაც დახმარებებით გამოვიდე თუ აი უბრალოდ დავინახო რომ ეგ არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. დავინახო რომ ინსტინქტური ვარ, ცხოველური ვარ, გამომყენებელი ვარ, გადარჩენაზე ორიენტირებული ვარ და უარი ვთქვა ამ ყველაფერზე რა. და სწავლება იძლევა ამის შესაძლებლობას. რომ მე ჩემი თავი ისე კი არ დავაპატარაო და ესეთი რაღაც არსებობს რა რომ მე რომ ჩემს პრობლემებს, ტრაუმებს და დეფექტებს case ფსიქოლოგიაში ვამუშაო, ამას შეიძლება ერთი ცხოვრება, შეიძლება კი არა ერთი ცხოვრება არ ეყოფა ამას. და რა ძირეულ საბაზისო მოთხოვნილებებზე და საუბარი თუ მე ვიძახი რომ ჩემში რაღაცა ღვთიური არსებობს და იმაზე მეტი ვარ ვიდრე სხეული, იმაზე მეტი ვარ ვიდრე ემოციები და ფიქრები და შეგრძნებები არის, რა საბაზისო მოთხოვნილებებზეა საუბარი. კარგით, შემდეგი არის ადამიანური მდგომარეობა, ადამიანური სფერო, ამას ცოტა ხანი გამოვტოვებ და მიუბრუნდები, იმიტომ რომ ამაზე ცოტა მეტი იქნება სასაუბრო. ეხლა შემდეგი რაც არის ღმერთების სფერო. ღმერთ თუ შეიძლება ესეთი ტერმინი ვთქვათ, არ ვიცი, ღმერთული მდგომარეობა რა. აქ არ ხდება გამოგვიწება, რადგან აქ არ არის არანაირი ტანჯვა. აქ იმხელა ფუფუნება არის და იმხელა შესაძლებლობები არის მატერიალური, რომ იქ უბრალოდ არ ჩდება ფიზიკურად იმის კითხვის ნიშანი, რომ შეიძლება რამე ამაზე მეტი არსებობდეს, იმიტომ რომ იქ უკვე არის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერზე მეტი არის. ძალაუფლება, გავლენები, ყველაფერი რომ მარტივად შეგიძლია მიიღო რა, აი ტანჯვა რო არ გაქვს რა რეალურად, ან ტკივილი რო არ შეიძლება გქონდეს რა, რაცაც მოისურვებ, რომ იმ მომენტში ყველაფერი გაქვს და ვისაც მოისურვებ, რომ ყველა გყავს. აქ გონება აბსოლუტურად დაბინდული არის რა. ეგეთი გამოთქმა ხო არსებობს, რომ კარგი კარმა ცუდია რა. აი ამას შეესაბამება კარგად რა. ერთადერთი საზრუნავი იმათ, რაც შეიძლება გქონდეს ღმერთების სფეროში და ამას არ ვიძახი, რომ ეს ჩემთვის უცხო არის რა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ქონია მსგავსი გამოცდილებები. ერთადერთი საზრუნავი რო არის, რომ სად ვიმოგზაურო აქ თუ იქ, რა ჩავიცვა ეს თუ ეს მანქანა ვიყიდო თუ ის მანქანა ვიყიდო. ერთმანეთზე შედარება ტანსაცმელების, ფინანსების, ბიზნესების. ჩემი ერთადერთი ტანჯვა მაგ დროს რაც მახსოვს არის ის, რომ უფრო მეტი როგორ მქონდეს. უფრო მეტი ძალაუფლება, უფრო მეტი ფინანსები, უფრო მეტი სანაცნობა, უფრო მეტი დაფასება, უფრო მეტი პატივმოყვარეობა. ასევე წიგნი და სწავლება იძახის, რომ ღმერთების სფეროში გადის, ესე ვთქვათ, რაციონალური გონებაც რა, მაგალითად, კარგია თუ ცუდი. აი ამ კატეგორიებში როცა ახარისხებ ყველაფერს რა, თუ კონცეპტუალური ახსნა გაქვს და ამით იკმაყოფილდები, ეს ღმერთების სფერო არის რა. ერთხელ აი მაგალითად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეც ვთქვათ, რომ ღმერთების სფერო არის ასევე, როდესაც აი ჩვენ ზოგჯერ ვიძახით, რომ აი მედიტაციური გამოცდილება ისეთი მძაფრი მქონდა, რომ სადღაც გავედი კოსმოსში, სადღაც ვლივლივებ, დავფრინავ და მე ამას მეგობრებს უყვები რა. პოდკასტებში გვესმის ესეთი რაღაცეები, სხვა გადაცემებში, ხო, რომ აი ჩემი მედიტაციური გამოცდილება ესეთი იყო, რომ აი ყველაფერს ზევიდან უყურებდი. ერთხელ მახსოვს, რომ მსგავსი რაღაც გაუზიარე ლამალინას და მქონდა ესეთი, ვინც ზოგ ჩვენს ამახამუდას აპრაქტიკებს, იქ არის ესეთი ეს პრაქტიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაინახო შენი რეალური მდგომარეობა რამდენადაც შენ გაქვს ამის შინაგანი მზაობა რა. მაგრამ ჩემი პრაქტიკის დროს, ჩემთვის და პროცესში მე მქონდა ესეთი გამოცდილება, რომ შევეხი ისეთ მდგომარეობას, სადაც არ იყო ეს ფიქრები, მატერია და ასე შემდეგ. და მე როდესაც ეს ლამალინას გაუზიარე, ლამალინა მითხრა, რომ
ირაკლი ფრთხილად იყავი, თუ ესე გააგრძელებ, ღმერთების სფეროში დაიბადებ. ანუ ეს არ არის ის, რასაც ქვია ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არის ნიამი, ან დროებითი, მოჩვენებითი დაკმაყოფილება, ან რაღაცნაირი side effect-ი მედიტაციის, მაგრამ ეს ის არ არის, იმიტომ რომ ეს დაიწყო ეს ყველაფერი. ყველაფერი რაც იწყება, ის აუცილებლად დასრულდება. და ჭეშმარიტი პრაქტიკა მიუთითებს იმისკენ კი არა, რაც დაგეწყება, ან რაც შეიძლება დაგეწყოს. და მე იმაზე იჩალიჩ რომ შეინარჩუნო, არამედ რაც არც არადროს დაწყებულა, ვერც დაიწყება და შესაბამისად ვერც დასრულდება, არამედ ყოველთვის აქ არის. და ეს იწვევს ხოლმე სიმშვიდეს. კარგით, გადავიდეთ მეოთხე. ხო, ღმერთების სფეროზე ერთსაც ვიტყვი, რომ ღმერთების სფერო ისეთი არის, რომ აქ არის გამუდმებით, ესე ვთქვათ, აი მაგალითად თუ ჩვენ ქრისტიანობას დამახინჯებულად გავიგებთ და ჩვენ დავიწროებული პატარა გონებით და შევხედავთ ამ სწავლებას, მაშინ ამ სწავლებაში ვიგებთ, რომ ადამიანისთვის შეიქმნა ყველა არსება. და დამახინჯებული გონება ამას იგებს, რომ მე მაქვს უფლება ვიბატონო ამ არსებებს. მოვიხმარო ეს არსებები, ადამიანმა ადამიანი მოიხმაროს, დაიქვემდებაროს, იძალადოს, დაიმონოს. და არა მარტო ადამიანი, არამედ სხვა არსებებიც. მოვიხმაროთ საკვებისთვის, მოვიხმაროთ ტანსაცმლისთვის, მოვიხმაროთ ყავისთვის, სახურებისთვის და ასე შემდეგ. სადაც კი თავი ვინმეზე უკეთესი მგონია, ნებისმიერ ასპექტში. სადაც თავი ვინმეზე უკეთესი მგონია, ჩემი გონება იმ მომენტში ღმერთების მდგომარეობაში. კარგით, ადამიანური სფერო არის შემდეგი. ამ ადამიანური სფეროში კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შეიძლება დავიბადო ადამიანად, მაგრამ ну, ვიძახით, რომ მხოლოდ ფიზიკურად და მეტყველებით, რომ უბრალოდ ან ლექსიკონში რომ ადამიანი წერია და ის ადამიანი მე შემესაბამებოდეს, ეს არ მხდის ადამიანად, ხო? ადამიანს თავისი ასე ვთქვათ, არსებობს მდგომარეობები, რა მდგომარეობებიც მჭირდება იმისთვის, რომ სრული ადამიანი ვიყო. აქ არის რამოდენიმე მაგალითი მოყვანილი და შეგვიძლია დავაკვირდეთ, რა გვაქვს თუ არა ეს მდგომარეობები. მაგალითად, იმისათვის რომ სრული ადამიანი იყო, ტიბეტის სწავლება იძახის ეს რაღაცას, რომ დაიბადო ისეთ ადგილას ქვეყანაში, სადაც არანაირი ინფორმაცია არ არის სწავლებაზე. თუ ადამიანი არ სხეულში, მაგრამ დაიბადა ისეთ ადგილას, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის სწავლებაზე, ეს გიკარგავს შანსს, რომ შენ სრული ადამიანი გახდე. აი მაგალითად, ხო ჩვენ ვიცით რა დღეს სოფლიოში უამრავი ქვეყანა ისეთი, სადაც აკრძალულია რა, ყველანაირი სწავლების მიღება, ინტერნეტიც კი არ არის ზოგან და არანაირი ინფორმაცია იქ არ ჟონავს და ქალები ჯერ კიდევ შესაბამისი ტანსაცმლის გარეშე თუ დადიან ისჯებიან და ასე შემდეგ. ხო, ანუ იქ რაღაც ვაკუუმია რა, ყველანაირი ინფორმაციის ვაკუუმია, სადაც არანაირი სწავლება იქ არ ხდება. ესეთი არის შემდეგი, რომ შეიძლება დაიბადო ადამიანად, რომ გერქვას ადამიანი, მაგრამ გონებრივი ან ფიზიკური შეზღუდვა ჰქონდეს რა სხეულს. მაგალითად, ტიბეტში ადრე ითვლებოდა, რომ თუ ადამიანი დაიბადებოდა და მას ჰქონდა სიტყვაზე სმენის პრობლემა, თუ ჰქონდა მაგალითად ხედველობის პრობლემა, ან იყო მუნჯიდან ფიზიკური გადაადგილება არ შეეძლო, ის ესე ვთქვათ განწერული იყო იმისთვის, რომ მიეღო სრული ადამიანური დაბადება. ანუ რეალიზება რომ მოეხდინა. იმიტომ რომ მაშინ არ იყო არანაირი შესაძლებლობა, რომ სიტყვაზე ყოფილიყო სპეციალური შრიფტი, რომელსაც ბრმა წაიკითხავდა და ასე შემდეგ. და დღეს ჩვენ გვეძლევა მაგის საშუალება. დღეს აი ეხა მე რეებსაც წავიკითხავ ჩამონათვალ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ თავს დაუსვათ, რომ შენ ეს გაქვს თუ არ გაქვს. თუ არ გაქვს, დასვე საკითხი, რომ რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ გქონდეს და თუ გაქვს, რასაც წავიკითხავ, მაშინ დააფასე, რომ შენ თუ გაქვს ეს ადამიანური დაბადება, მაშინ რაში ხარჯავ ამას რა? რა ერთი რომ რაში იყენებ და რატომ ხარჯავ ამ ყველაფერს ესე უნიშნელად. და თუ მე არ მაქვს ეს გონებრივი შეზღუდვა, ფიზიკური შეზღუდვა, ესე იგი ამაში მაქვს ხო უპირატესობა და რაში ვიყენებ ამ ყველაფერს რა? და ისევ აი სხვა სფეროებში ვიყენებ, თუ მე რეალურად სრული ადამიანის დაბადების და სრულ ადამიანის შედგომისთვის ვიყენებ. და დღეს ვისაც არ აქვს ეს და აქვს ეს შეზღუდვა გონებრივი ან ფიზიკური, ტიბეტისგან განსხვავებით დღეს გვაქვს სხვა შესაძლებლობები, ტრანსპორტირებაც, ხედველობაც, სმენაც და
მეტყველებად შეიძლება ჩანაცვლდეთ ჩანაცვლეს ერთი რაღაცა მოწყობილობით, რომლებიც მოგცემს მაინც საშუალებას, რომ შენ სწავლება მიიღო და ეს არის რეალურად ადამიანური ერთობის დანიშნულება, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა, გონებრივი რესურსი, რასაც ქვია ტვინი მაგალითად, რომ გვაძლევს რაღაცების შექმნის შესაძლებლობას, ეს ძალიან დიდი საჩუქარია და გვჭირდება რომ ყველა გამოვიყენოთ. მაგრამ რაში ვიყენებთ? პირად ინტერესში და პირად ანგარებაში, რომ ჩემი ეს ღმერთების სფერო გავიფართოვო და აქ ვიყო წარმატებული თუ იმაში, რომ რეალურად გამოადგეს ეს სხვა არსებებს. სახურებად ვაქციო და არა ის რომ რაღაც პირადი ინტერესები დავიკმაყოფ. შემდეგი არის ნიჰილისტური მიდგომა სწავლებების მიმართულებით. აი მაგალითად ხო მქონია ყველას ესეთი დაკვირვების შესაძლებლობა საკუთარ თავში ან ახლობლებში ან მეგობრებში, რომ ადამიანს არანაირი სერიოზული აღქმა არ აქვს სულიერების მიმართ რა. მხოლოდ არსებობს რასაც ეხება, რაც იმისთვის დასანახია, მხოლოდ იმის სჯერა. დაიბადა, ცხოვრობს, ერთხელ ცხოვრობს და რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ამ ცხოვრებისგან და მე მოკვდება და მსამთავრდება. არანაირი სულიერი სიცოცხლე, სული და ასე შემდეგ არ არსებობს. რა თქმა უნდა, რომ ესეთი ადამიანისთვის შეუძლებელია სრული ადამიანური დაბადება. და თუ მე ესეთი ვარ, დავსვას შესაბამისი კითხვები, რაღაც დაშვებები გავაკეთო, იმიტომ რომ რამდენი რამე არის ფიზიკაშიც და ქიმიაშიც და ჩვენს ელემენტარულ ბიოლოგიურ მოცემულობაში, რომ ვერ ვხედავ, ჩემი თვალით არასდროს მინახავს, მაგრამ ჯერა. წამს. და რა მაძლევს მაშინ იმის უფლებას მე რო ვთქვა, რომ ამას ვერ ვხედავ და მჯერა, მაგრამ იმას ვერ ვხედავ და არ მჯერა. და თუ შენ ამაში არ ხარ, მაშინ აქაც კითხვა დასვი, რომ თუ გაგიმართლა, რომ ამითი არ ხარ შებოჭილი, რისთვის იყენებ ამას? რაში ხარჯავ შენს რესურსს? შემდეგი არის, სადაც არ არის ბუდა მასწავლებელი. სადაც არ არის ბუდა რა, ანუ არ არის მასწავლებელი. წეგარ როგორც თქვით, ბუდა არ არის კონკრეტული პიროვნება. ბუდა არის ყველა მასწავლებელი, ვინც გავიდა ამ ყუთს მიღმა. ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ მითითებებით რაღაც მითითებები და ზედამხედველობა მოგცეს. და თუ შენ ცხოვრებაში არ ჩანს ბუდა და არ ჩანს მასწავლებელი, დასვი შესაბამისი კითხვები, რატომ არ არის მასწავლებელი? რა შეგიძლია გააკეთო, რომ მასწავლებელთან წვდომა გქონდეს? და თუ არ გაქვს არანაირი წვდომა, ესე იგი შენ არ გაქვს ადამიანური დაბადების ძვირფასი ადამიანური დაბადება. და თუ შენ ცხოვრებაში არის მასწავლებელი, შენი დრო და ენერგია ეთმობა მასწავლებელთან ურთიერთობას და პრაქტიკას თუ მეათე ხარისხოვანია მაგალითად. და უფრო პრიორიტეტული რაღაცების არსებობს შენ ცხოვრებაში. და რა არის რეალურად ამაზე პრიორიტეტული? აი ეგეთი რატო ვიცახით, რომ რატო ვამახვილებთ ამაზე რა ყურადღებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ესეთი რაღაცა არსებობს, რომ არსებობს აი ვინც იცით ესეთი მასწავლებელი არის ტულკულობსან რიბოჩი და ხშირად იძახის ხოლმე მისწავლებებში, რომ არსებობს სამნაირი სიზარმაცე რა. ეს არის ერთი გონების სიზარმაცე და გასაგებია, არსებობს ფიზიკური სიზარმაცე და გასაგებია, მაგრამ არსებობს ერთი სიზარმაცის კატეგორია, რომელიც ამოუცნობიც არის და ფარულად მომაკვდინებელიც რა. ეს არის ზედმეტად დაკავებულობის სინდრომი, რაც არის სიზარმაცე რეალურად, რომ მე იმდენად დაკავებული ვარ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინსტინქტებში, ბიზნესებში, პოლიტიკაში და ასე შემდეგ. ან რაღაც აქტივობებში და ასე შემდეგ, რომ ყველაზე მთავარისთვის არ მცალია რა. და ყველაზე მთავარი არის ის, რომ როგორ გქონდეს შესაძლებლობა, რომ გავხდე სრული ადამიანი. თავისუფალი ნება, როგორ იყოს ჩემთვის ხელმისაწვდომი. და თავისუფალი ნება საერთოდ არსებობს თუ არ არსებობს ჩემთვის. აი ოღონდ ამაზე ნუ დამაფიქრებ და ოღონდ ამასთან ნუ დამტოვებ და ყველაფერი შემიძლია გავაკეთო რა. ყველა ბიზნესი მექნება და ყველა წარმატება მექნება და ყველა ურთიერთობა მექნება. იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვარ და ვიცახი რომ რა ვქნა კაცო, ეხლა ოჯახის კაცი ვარ და ეს უნდა გავაკეთო. მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, რაშიც ენერგია ვანჩავდო. და ჩვენ ვერ ხვდებით, რომ რამდენად იშვიათია ჩვენი ადამიანური დაბადება. ჩვენ რომ ბოლომდე გვესმოდეს, რამდენად გაგვიმართლა რომ ვართ ადამიანები, იმიტომ რომ შეიძლება ეს აღარ მოხდეს. და შეიძლება მათ ძალიან დიდი ხანი ელოდებოდი. რამდენად იშვიათია რომ ვიყოთ, როგორც ქრისტიანობაში ღმერთის ხატად შექმნილები.
და ნებისმიერ ყველა სწავლებაში რამდენადაც ამახვილებენ ყურადღებას, რომ შენი შესაძლებლობა, რომ დაინახო შენი გონების ბუნებრივი მდგომარეობა და თავისუფალი ნება იყოს შენი ხელმისაწვდომი, მხოლოდ ადამიანურობიდან არის გამომდინარე. ამას სხვა არსება ვერ გააკეთებს. მხოლოდ ადამიანს შეუძლია. და შენ დღეს გააქვს ადამიანური შესაძლებლობები. და ჩვენ ამას ვერ ხვდებით რამდენად გაგვიმართლა, რამდენად იშვიათია. ჩვენ რომ ამას ბოლომდე ხვდებოდეთ, მაშინ მე ზოგჯერ მაქვს ხოლმე ეგეთი დაკვირვება ჩვენ თავთან, რომ კაი მუშაობ, ვაკეთებ, მიმუშავია ძალიან ბევრი და კვირაში იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ნორმაა. და ის შემოსავალი რაც მქონდა, მაინც ვიძახდი, რომ ჯო არ ყოფნის რა. მაგრამ დღეს რო ავიღე პასუხისგებლობა და შევამცირე ეს ყველაფერი და დავიყვანე ჩემს მინიმალურ საჭიროებებამდე, მაინც იგივეს მელაპარაკება ჩემი გონება. არც ეხა ყოფნის და არც მაშინ ყოფნიდა, როცა ბევრად მეტი შემოსავალი მქონდა. ეს ხო მანახებს, რომ ჩემს გონებას არ აქვს იმის რესურსი, რომ სადღაც დაკმაყოფილდეს. რამდენიც არ უნდა გავაკეთო, რამდენიც არ უნდა ვიშოვო, რამდენი რამეც არ უნდა ვიყიდო. ყოველთვის ჩდება აზრი თავში, რომ ამაზე მეტი შეიძლებოდა. ამიტომ ამდღა ჩემთვის ვეუბნები ხოლმე, რომ გიჟე უნდა ვიყო, რომ ჩემ გონებას კიდევ დაუჯერო და კიდევ იგივე ექშენში ჩავერთო, რასაც მუშაობა და ასე შემდეგ ვი. იმის დაჯერებით, რომ აი ახლა ამჯერად უკვე ვაკონტროლებ სიტუაციას, რა. მაგიტომაც ვიძახით, რომ ჩვენ არ გვესმის, რამდენად ძვირფას დროს ვხარჯავთ არაძვირფას რაღაცეებში. არა მნიშვნელოვანში, ილუზიაში, რა სიგიჟეში. ეს აი მაგითად აი ბუდას აქვს ეგეთი რაღაცა ნათქვამი და ამ წიგნშიც ძალიან კარგად არის ახსნილი, რომ და ჩემთვის ეს ხო ძალიან კარგი შედარება არის, რამდენად იშვიათია ჩვენი ადამიანური დაბადება. აი წარმოიდგინეთ ეგეთ რაღაცა, რომ მთელი არა მარტო დედამიწა, არამედ მთელი კოსმოსი რო წარმოიდგინო, როგორც დიდი ოკეანე რა. აი ეს ყველაფერი სამდეც კი შენი წარმოსახვის უნარი გეყოფა, ეგ რო წარმოიდგინო ოკეანეთ. რამხელა მასშტაბზეა ხო, საუბარი წარმოიდგინე ყველაფერი ოკეანეა მოკლედ რა. ამ ოკეანეში ერთადერთი კუ ზედა ფსკერზე დაცურავს. ოკეანის ფსკერზე. და ზედაპირზე არის წარმოიდგინე რაღაცა ფიცრის ნაფოტი, რომელსაც ხვრელი აქვს შუაში. მთელს კოსმოსში, სადღაც დალივლივებს ზედაპირზე აი ეს ნაფოტი, რომელსაც ხვრელი აქვს. და სადღაც ოკეანის ფსკერზე დაბოდიალავს კუ. ამ კუს არ აქვს განზრახული, რომ ამ ნაფოტს შეხვდეს. და ბუდეს რაც იძახეს, რომ აი ეს კუ თავისთვის რო დატის და ერთხელაც ზედაპირზე ამოვიდეს. და დაემთხვეს, რომ აი ეს ნაფოტი სადღაც ბოდიალობდა და ამ კუმ რო ამოყო თავი, ამ ნაფოტის ხვრელში ამოყო. ეს რამდენად იშვიათობაა, აი რანაირად შეიძლება მოხდეს, ხო? აი იმდენად იშვიათია ჩვენი ადამიანურად დაბადება. და ეს თუ შეგრძნებაში არ გავატარეთ, რა თქმა უნდა, რომ ამას ქმედებაში არ მოვიყვანთ. ყოფილა შემთხვევა, რომ ეს შეგრძნება მქონია, რომ მე ვარ ღმერთის სახე და ხატად შექმნილი და რაში ვხარჯავ ჩემს დროს და რას ვაკეთებ. და ამისთვის ყოფილა მდგომარეობა, რომ ცრემლი წამოსულია იმის გამო, რომ რას იგიჟეს ვაკეთებ, მაგრამ ვერ ვცვლი ვერაფერს. და ეს ცვლილებები ზოგჯერ მე არ მექვემდებარა. მაგრამ მე რაც მექვემდებარება არის ის, რომ ამაზე ვიფიქრო, მქონდეს ჭვრეტითი პრაქტიკები, მედიტაციები, მასწავლებელთან ურთიერთობა. და ამაზე უბრალოდ დავიწყო საუბარი, ფიქრი, მოქმედება ამის მიმართულებით. კარგით, ესე იგი შემდეგი არის ამ სწავლებაში ესე იგი შემდეგი არის უპირატესობები, რაც უნდა მქონდეს, რომ ვიყო ადამიანი რა. და აქაც კიდე კარგად შეგვიძლია დავინახოთ, რომ რა უპირატესობები გვაქვს თუ არ გვაქვს რა. ესე იგი, ამას უცებ წავიკითხავ რა, მოკლედ გადავუვლით. ესე იგი, იყო ადამიანი, ესე იგი ადამიანური ფორმა ქონდეს. დავიბადო იქ, სადაც არის სწავლება და შემეძლოს ამ სწავლების მიღება. ამაში იგულისხმება, რომ შეიძლება მე როგორც წინა ვთქვით, რითი განსხვავდება წინა წაკითხულისგან, რომ შეიძლება მე რაღაც ქვეყანაში დავიბადე, სადაც იქ არ არის სწავლება.
მაგრამ მქონდეს რესურსი, რომ წავიდე სხვა ქვეყანაში, სხვა ადგილას და იქ მივიღო სწავლება. ამის შესაძლებლობა თუ მაქვს, ესე ჩემი უპირატესობა არის. გონება და სხეული იყოს ფუნქციური. არ ქონდეს ხუთი დანაშაული ჩადენილი. ეს ყველაზე ხუთი დიდი დანაშაულია, რაც შეიძლება ქონდეს ადამიანს ჩადენილი. ეს არის დედის მკვლელობა, მამის მკვლელობა. ეს არის რეალიზებული ადამიანის წმინდანის ამ ხუთიდან გასული ადამიანის მკვლელობა, ბუდას სხეულის, ანუ მასწავლებლის სხეულის დაზიანება და სანგაში განხეთქილების შეტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია და განხეთქილების შეტანა რას ნიშნავს? ეს არა მარტო სანგაში, რეალურად ეს დიდი სანგა შეგვიძლია ხოლმე რომ დავყოთ და ეს პატარა სანგებად ოჯახში, სამსახურში, მეგობრებში, სხვადასხვა სფეროებში გაიტანო რა ეს პრინციპები. იმიტომ რომ ყველა სანგა არის რეალურად მე ანუ ყველა არსება ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი მასწავლებელია. ლამლინას უიძახის ხოლმე რომ ადამიანი თუ კითხავს რა რომ როგორ მივიღო სიტყვაზე პრობლემური შვილისთან ურთიერთობას რას მირჩევ და ის ეუბნება რომ დაინახე როგორ ჩვენი მასწავლებელი. და თუმე ყველა არსებას ვცდილობ რომ დავინახო როგორც მასწავლებელი, ჩემი სანგას წევრი არის რეალურად. და სანგაში განხეთქილების შეტანა არის ის რომ არ ვიკამათო, არ მეგონოს თავი მასზე უკეთესი, არ ვიჭორაო. არ ვთქო ისეთი რაღაცები, რაც სხვა ადამიანს დააბრკოლებს. უღლი არ ჩამოვაგდო რა ერთმანეთში. ესე იგი შემდეგი არის გწამდეს სწავლები. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია რა. სწავლებების გწამდეს. ანუ რას ნიშნავს? გწამდეს ნიშნავს ჩემთვის რომ ვენდობოდი. დაჯერებასა და რწმენას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. და რწმენის ასე ვთქვათ, დეფინიცია შეიძლება ვთქვას, რომ სრული მინდობა იყოს. აი მინდობაში ვიყო. და მინდობა არ არის, მე აქამდე მინდობა ესეთ რაღაცა მესმოდა ხოლმე, რომ აი მე ვენდობი მასწავლებელს, რომ ისეთ რაღაცას მეტყვის, ან ისეთ რაღაცას მომცემს, რაც მეც გამომადგება. ანუ მე ვენდობი, იმიტომ რომ მჯერა რომ რაღაც სარგებელში მეც მახეირებს, რა ისე არ დამტყობს. სამყაროს და პროცესებს და სწავლებებს და ჩართულობას თუ ვენდობი, იმიტომ რომ ვიცი რომ ბოლომდე არ გამწირავენ ახლა სადღაც მეც ცოტას მახეირებენ რა, სტრატეგიული ვარ. სტრატეგიას ვენდობი რეალურად ამ შემთხვევაში და არა იმ არსებას. ამიტომ სწავლების მინდობა ბოლომდე, ანუ პროცესზე მინდობა ნიშნავს იმას, რომ მე ვხედავ, რომ ამას საკუთარი გონებით მარტო ვერ გავაკეთებ. და მე ვენდობი მასწავლებელს, მწამს მასწავლებელს, ვენდობი პროცესს და მწამს პროცესის და რეალური ნდობა ნიშნავს, რომ არ მაინტერესებს რა შედეგი დადგება. მე რო ჩემი გონებით რაღაცები შემძლებოდა, ამას დიდი ხანი ვიზავდი. და მე ვენდობი ადამიანს, ვინც ამ ხუთიდან გასული არის, ამას ფართო სურათში ხედავს, არა ჩემსავით დავიწყებულ სურათში, მივენდობი ბოლომდე. შემდეგი არის ცხოვრობდი ისე დროში, სადაც ტრადიციის სწავლების მატარებელი ცხოვრობს და ასწავლის. ცხოვრობდი ისეთ პერიოდში, სადაც არსებობს ტრადიციები და კონდეს მათზე წვდომა. და რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როგორც ეგ მოვთქვი, რომ მარტო შეუძლებელია ეს გააკეთო. ლამალნა ეძახის ხოლმე, რომ სულ რაღაც 4-ოდე ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ეს საკუთარი გონებით გააკეთა და ეს შეიძლება 50,000 წელის ინტერვალში. მაინდა-მაინც ნუ გექნება იმის იმედი, რომ მეხუთე შენ იქნება. მარტო შეუძლებელია გამოვიდე გონების სიგიჟიდან. ჭირდება მე ხელმძღვანელობა, მასწავლებელი მჭირდება. შემდეგი არის შეგეძლოს შეხვდე ნამდვილ პრაქტიკოსებს. ნამდვილ პრაქტიკოსებში არ იგულისხმება ის წევა, რომ ვთქვი, რომ მეტაციური გამოცდილებებით რომ მაღრთოვანებულები არიან და ამ მეტაციურ გამოცდილებებს რომ ყველგან ყვებიან მე. იმასაც რო ვერ ხვდებიან, რომ თუ აქამდე არ ქონდა და ისეთ რამე შეეხე რაც დაიწყო, ის ხვალ აღარ გექნება. როგორც დაიწყო, ისე მორჩება. შენი ბუნებრივი მდგომარეობა ეგ არ არის, მაგრამ მაგით რო ხარ აღრთოვანებული, ეგ არ არის ნამდვილი პრაქტიკოსი. და ნამდვილი პრაქტიკოსებთან შეხვედრა დიდი ფუფუნება არის. შეგეძლოს შეხვდე სხვა სანგას, მასწავლებელს და ტრადიციებს. დაიბადო ისეთი ღბლიან პერიოდში, სადაც პრაქტიკოსები იღებენ დახმარებას. აი მაგალითად, მე ხშირად მაქვს ხოლმე ფიქრი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, რომ აი გავეშვა რა ყველაფერს რა, აი აბსოლუტურად ავდგე და გავეშვა ყველაფერს და მთელი ჩემი დრო და რესურსი პრაქტიკებს დავუთ. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ამას არ ვაკეთებ, ვერ ვაკეთებ.
არ არის ის, რაც მე გვქვემდებარება და ყოველ შემთხვევაში დღეს ამაზე ვერ ვიღებ პასუხისმგებლობას, ხო? მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი და უმეტესი ნაწილი ამას ეთმობა. და პრიორიტეტში ეს მიყენია. ყველაფერზე მაღლა. მაგრამ ჩემგან განსხვავებით არსებობენ არსებები, ვინც მთელი თავის ცხოვრება გვერდზე გადადეს და წასულები არიან და მაგალითად რა გამოქვაბულებში, უდაბნოებში, მონასტრებში და ასე შემდეგ იქ არიან. და მთელი თავისი დრო და რესურსი მიძღვნილი აქვს პრაქტიკებისთვის, სწავლებებისთვის. და ამ არსებებისთვის დახმარები არის იღბლიანობა რა, რომ ვიღაცა საჭვრით ეხმარება, ვიღაცა ტასაცმლით და ასე შემდეგ. და ჩვენც ახლა იდეაში ამას თუ ახლა ჩვენს პატარა სამყაროში გადმოვიტანთ, ჩვენ დღევანდელი შეხვედრებით ეს დახმარება რომ პრაქტიკოსები ერთმანეთს დავეხმაროთ რა რაღაცეებში. რითაც შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში, არ არსებობს განცალკევებული კომფორტი, არ არსებობს განცალკევებული გასხივოსნება და არ არსებობს განცალკევებული სარგებელი. ყველანი ერთად ვართ ამაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ როგორ ვიურთიერთოთ მასწავლებელთან და საერთოდ სწავლებებს როგორ უნდა მივუდგეთ რა არსებობს რაღაც დამოკიდებულებები და არსებობს ქცევები, როდესაც სულიერ სწავლებების დროს უნდა გამოვიყენოთ. ესე იგი დამოკიდებულება და ქცევა როდესაც სულიერ სწავლებას ვესწრები. როდესაც შეიძლება ვისმენდე, ან ვკითხულობდე, თუნდაც განმარტოვებით. არავინ არ კითხულობს ტექსტს წამოწოლილი, წელში მოხრილი, ასეთ პოზაში, ხო? ტიბეტურ ტრადიციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტექსტს ჯერ ფიზიკურად, საკრალურად შევხედო და პატივისცემით მოვეპყრო და არიდოს ეს ძირს, არამედ შემაღლებულზე და ისედაც, როდესაც რაღაცას ვკითხულობ, ჩემი ხერხემალი მნიშვნელოვანია, რომ გამართულ პოზაში იყოს. კარგად ვსუნთქავდე, ენერგოარხები თავისუფლად მიედინებოდეს და ტექსტიც მეჭიროს ისე, რომ პირისპირ ხედავდი და არა მაინდა-მაინც ისე, რომ ჩემ პოზას ამახინჯებდეს. ასევე სწავლებების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთ რაღაცაზე დავფიქრდეთ, ესეთი კითხვა არის დასმული რა ხდის ჩვენს ქმედებებს და ჩვენს მოქმედებას ცუდს ან კარგს. ანუ ჩვენი ქმედებები რითი ხდება? რითი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცუდი ქმედება იყო, ეს კარგი ქმედება იყო. და არა როგორც რაღაც როგორ გამოიყურება, ან მისი ფორმა როგორია, ან ქმედება, ან რას ამბობენ მის შედეგზე, არამედ мотиваცია როგორია, განზრახვა როგორია, ჩემი ქმედების мотиваცია როგორია. აი ეს ხდის, ჩემი შინაგანი мотиваცია ხდის ქმედებას კარგად და ცუდად. და რა ის როგორი გამომივიდა, როგორი ფორმა ქონდა და ან ვირას ამბობს მასზე. მასწავლებელს ხედავთ როგორც სამი რაღაცის გაერთიანებას. რა ეს არის? სხეულის, საუბრის და გონის, ანუ სანგას, დარმას და ბუდას. ესე იგი, მასწავლებელს შეერთიანდება სანგა, დარმა და ბუდა. მისი სხეული, ფიზიკური სხეული არის სანგა, მისი საუბარი არის დარმა, სწავლება და მისი გონი არის ბუდა. მე მჭირდება რომ სწავლებაზე როცა მივდივარ, აი ამ мотиваციით დავინახო მასწავლებელი. ცევა. რას უნდა ვერიდო და როგორ უნდა მოვიქცე სწავლებებს. თუ არ უსმენ სწავლებას, გავარ ქოთანს, რომელიც არის ამოტრიალებული. მაშინ ვერაფერი ვერ შევა. აი წარმოგიდგენთ სწავლებაზე ვარ შესული და ვერ ვისმენ, ან არ ვისმენ და ვლაპარაკობ, ან სხვა რამეთ ვარ დაკავებული რა და სწავლება არ შედის ჩემ თავში. ამ დროს მე მსგავსები ამოტრიალებულ ქოთანს, რომელშიც ფიზიკურად ვერ შევა ვერაფერი. თუ ვერ ვიმახსოვ, ანუ ვისმენ, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, რაც სწავლებაზე ითქვა. ამ დროს ვგავარ აი ქოთანს, რომ ნახრეტი კონდეს ქვევით და იქ არაფერი არ შენარჩუნდება რა, კი წყალს ჩაასხო, მაგრამ იღურება. და თუ სწავლებას ვისმენ, მაგრამ ამ სწავლების დროს მაქვს უარყოფითი ემოციები და უარყოფითი დამოკიდებულება, გავარ ქოთანს, რომელშიც არის შხამი. ისო მე დამაზიანებს ეს და არა იმას ვის მიმართაც მაქვს ეს. მაგალითად მასწავლებელთან შედარება, დაწუნება, ამპარტავნობა, ან არასწორი мотиваცია
რომ ამ სწავლებაზე მიხვიდე არა იმიტომ, რომ შენ ეს რეალურად ხედავ ამის საჭიროება შენს თავში, რომ მე შენ თავშიც მოხდეს რეალიზება და სხვა არსებებისთვისაც ეს დამხმარე იყოს, არამედ მაგალითად გინდა რომ საკუთარი პოპულარულობისთვის გამოიყენო და ცნობადობისთვის რომ მოისმინო ეს სწავლება და ახლა შენ თავში რო ვერ გაატარე ისე ადგე და სხვაგან მე ისაუბრო რომ შენ ეს მეტი მოწონება მოგიტანოს რა. ყოველგვარი უარყოფითი ემოცია, რაც სწავლების დროს გააქვს, არის შხამი, რომელიც შენ გწამლავს. ასევე არის 6 მდგომარეობა, რომელსაც უნდა ვერიდოთ სწავლების დროს. ესე იგი, სიამაყე, რწმენის ნაკლებობა, ძალისხმევის ნაკლებობა. სიამაყე გასაგებია, რომ სიტყვაზე მე უკეთესი ვარ და ამას ეს ხომ მეც ვიცი, ან არ იყო ისეთი როგორიც მე მეგონა, ან ეხლა მასწავლებელი ვერ საუბრობს ისე როგორც მე წარმომედგინა, უინტერესოა და ასე შემდეგ. რწმენის ნაკლებობა, ანუ მე არ მწამს, ვერ მივენდობი ბოლომდე, როგორც ამაზე წენა ვისაუბრეთ და ძალისხმევის ნაკლებობა არის ის, რომ ძალისხმევას ვერ ვდებ, რომ ყურადღებით და კონცენტრირებულად უსმინო მასწავლებლებს. ძალისხმევას ვერ ვდებ, რომ პრაქტიკი და რაც ავიღე ამ სწავლებიდან მე სახში გავაკეთო. და ამაზე ვაპრაქტიკო. ძალისხმევა არ იდება ამ ყველაფერში. არ მაქვს უნარი, რომ ჩემი დრო და ენერგია დაუთმო იმას, რაც უფრო მნიშვნელოვანია. გაფანტულობა, რომ ვისმენ, მაგრამ ანუ ფიზიკურად იქ ვარ, მაგრამ ვერ ვისმენ 1000 რაღაცაზე მეფიქრება და აქედან რო წავალ რა ვჭამო და ვინ ვნახო და ვიამანეს რომ ითხრა ეს არ დამავიწყდეს და ყველაფერზე ვფიქრობ სწავლების გარდა. შინაგანი დაძაბულობა და გაუბედაობა. გაუბედაობა იგულისხმება მე მაგალითად კითხვის დასმა, როდესაც რაღაცა დასაზუსტებელი გაკეჭვგეპარება და ასე შემდეგ. ეს არის მოკლედ ის ერთობლიობა იმ სწავლების, რაც ძირითადად არის მნიშვნელოვანი, რომ დავსვათ კითხვები და ვთქვათ, რომ აი ამ ყველაფერს მე თუ მასწავლებელთან ურთიერთობა. მასწავლებელთან როცა მივდივარ, მე მჭირდება, რომ აბსოლუტურად ყველა ჩემი შეხედულება, ცოდნა და აზრი გვერდზე გადავდო. არ აქვს მნიშვნელობა ეს სწავლება ადრე მიღებული მაქვს თუ არა. მასწავლებელი რო საუბრობს, მე აზრი მიჩნდება თუ არა, ეს ხო უკვე ვიცი და ასე შემდეგ. არ აქვს ამას მნიშვნელობა. სწავლებაზე როცა მიდიხარ, უნდა დაუშვა, რომ შენ გწყურია და იმას წყალი აქვს. შენ დღეების მშიერი ხარ და მას შეთვის საკვები აქვს. უნდა დაიცალო საკუთარი თავი აბსოლუტურად ყველა წარმოდგენებისგან და შეფასებისგან და უნდა გწყუროდეს და გშიოდეს ის საჭმელი, რა საჭმელსაც მასწავლებელი გინაწილებს სწავლების დროს. ეს არის სწორი мотиваცია, როგორც შეგვიძლია სწავლებებს რეალურად დავესწროთ რა. თუ მე ამას ვაკეთებ, თუ მაქვს რაღაც თავისუფლებები და ხედავ ჩემი გონება, როგორ მოგზაურობ სხვადასხვა სფეროებში, როგორ ვარ მართული ჩემი განპირობებული გონებით, პატარა ყურთში ჩაკუჭული, რომელსაც არანაირი თავისუფალი ნება არ აქვს. თუ ამას მე ვხედავ და თუ მაქვს რაღაც უპირატესობები, რომლებიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ იყოს ჩემი ადამიანური დაბადება სრულყოფილი ადამიანი და გასული ამ ყუთიდან, დავიწროვებული პატერნებიდან, რწმუნებულებებიდან და უნარობიდან რომ ქონდეს თავისუფალი ნება და მე მეძლევა შესაძლებლობა რომ ქონდეს თავისუფალი ნებაზე წვდომა. და თუ გამიმართლა იმდენად, რომ ეს სწავლება ჩემამდე მოვიდა, მაშინ ჭირდება დავფიქრდე, რომ ძალიან იშვიათი საჩუქარი მერგო. ძალიან გამიმართლა, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს. და შეიძლება ამას დიდი ხანი ველოდე წინა ცხოვრებებიდან. შეიძლება დიდი ხანი აღარ მქონდეს, ან არასდროს აღარ მქონდეს. და იმ კურს და ხის ნაფოტის ფონზე, რო ვთქვათ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა არის. და რაში ვიყენებ ჩემს ძვირფას დროს? რაში ვხარჯავ ჩემს ადამიანურ დაბადებას? რა არის ჩემთვის უპირატესი? და რაც ამაზე არ მაფიქრებს, არის ჩემი შეზღუდული ინსტინქტური გონება, რომელიც არის განპირობებული თავისი შეხედულებებისგან, შეხედულებების სამყაროს მიმართ, ცხოვრების მიმართ. თვითონ როგორ უყურებს ამ სამყაროს. და ამ შეხედულებებს და წარმოდგენებს და რწმუნებულებებს აყალიბებს აზრები, ემოციები, შეგრძნებები. და დასასრულს ესეთი მედიტაცია შემოგთავაზებთ რა. რომ დავინახო რეალურად რომ ამ ყუთიდან გამოსვლა მხოლოდ შეიძლება მე თუ ჩემი წარმოდგენებისგან გავთავისუფლდები.
როგორც წინა ვთქვით, ხერხემალი გაასწორე. თავი შეიძლება დააფიქსრო წინ გაქვს გამოწეული და უკან შეწიე, ცოტა ქვევი ჩამოწიე. თვალები არ დახუჭო, ნახევრად ცოტათი გაახილე. ღვირის გაყოლებაზე 2-3 მეტრაზე სივრცეში დაასვენე, არ არის ფოკუსირებული, როგორც პერიფერია შენს თვალების გარშემო. ბუნდოვნად ხედავ, ეგეთი ბუნდოვანი გახადე, მოადუნე, შიდა კუნთები იგრძენი თვალების და მოადუნე. პირი ოდნავ ღია გაქვს, ენის წვერი. ზედა წინა ორი კბილის უკან, ზედაპირზე არის მიბჯენილი. ძირითადად სუნთქავ ცხვირით, ნაწილობრივ პირითაც. დაახლოებით შეგიძლია თქვა, 80% შედის ცხვირით, 20% შედის პირით. თვალები გახელილი, დამოდუნებული, არაფოკუსირებული, უბრალოდ სივრცეში დაასვენე, ნიკაპი შეწიე. პირი ოდნავ ღია, ენის წვერი წინა ორი კბილის უკან ზედაპირზე. ცხვირით ღრმად შეისუნთქე. პირით ღრმად და ნელა ამოისუნთქე. ასე გააგრძელე სუნთქვა. ცხვირით შეისუნთქე. პირითაც მიახმარე. ცხვირით და პირით ამოისუნთქე. ბუნებრივად გააგრძელე სუნთქვა. როდესაც შეისუნთქავ, ეცადე რომ შენი შესუნთქვა იყოს ოდნავ ხანმოკლე, შედარებით პირით ამოსუნთვის. პირით როცა ამოისუნთქავ და ბოლომდე დაცლი ფილტვებს, 2-3 წამი პაუზა გააკეთე და შემდეგ შეისუნთქე ხელახ. მე რამდენიმე კითხვას დავსვა, რაც დაგვეხმარება რომ დავინახოთ ჩვენი შებოჭილი გონება არასაჭირო ინფორმაციისგან, არამედ და გავიშალოთ სივრცეში. გავშალოთ ჩვენი გული და გონება. ამ კითხვებს ნუ უპასუხებ რაციონალური გონებით, კონცეპტუალური აზროვნებით. ნუ ეცდები სწორი პასუხი იპოვა. უბრალოდ გაატარე შენში. უბრალოდ დარჩი ამ კითხვებთან. არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები. უბრალოდ დარჩი ამ კითხვებთან. სწორედ შეისუნთქე ღრმად. ღრმად და ნელა პირით ამოისუნთქე. ბუნებრივად გააგრძელე სუნთქვა. თვალები ღია და მოდუნებული. ჩვენ ვიცახით ხოლმე რომ აი ეს ფიქრი შემომივიდა. სად შემომივიდა? კონკრეტულად შეგიძლია იპოვო ის წერტილი, სადაც ეს ფიქრები ხდება. სანამ ფიქრი შემოვიდოდა, მაქამდე სად იყო? კონკრეტულად რა ნაწილში ხდება ეს ფიქრი? როგორია ამ ფიქრის ფორმა, ფერი, სტონი თუ აქვს? დააკვირდი ამ ფიქრს. სად ფიქრობ? სად ხდება ეს ფიქრები? დააკვირდი რომ ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ იმას თუ რას ვფიქრობთ. გადაიტანე შენი ყურადღება იქიდან თუ რას ფიქრობ, იმაზე თუ სად ფიქრობ. მანდ მოისმენე და დაისვენე. შეისუნთქე ცხვირით ღრმად და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. და გააგრძელე ბუნებრივად სუნთქვა. თვალები ღია, მოდუნებული, არაფოკუსირებული, პირი ოდნავ ღია, ენის წვერი წინა ორი კბილის უკან ზედაპირზე. ჩვენ ვიზახით ხოლმე რომ ამ ემოციას გრძნობ,
ეს არის ჩემი ემოცია. რა მომენტში ხდება ეს შენი ემოცია? შეგიძლია დაინახო რა მომენტში გახდა ის შენი ემოცია. ამორჩი ნებისმიერი ემოცია, არა მძაფრი. მარტივად სამუშაო რა იყოს შენთვის. ერთი ნებისმიერი ემოცია. ეს ემოცია შენი ემოციაა თუ უბრალოდ ემოციაა? რა მომენტში ხდება ეს ემოცია, ჩემი ემოცია? რა მომენტში ვაიგივებ თავს ამ ემოციასთან? ნუ ვეცდები ლოგიკური პასუხის მოძებნას. ან სწორი ან არასწორი პასუხის განდევნას. უბრალოდ მან დაისვენა. უბრალოდ დარჩინე კითხვის. ეს ემოცია შენი ემოციაა თუ უბრალოდ ემოცია? სპორით ღრმად შეისუნთქე. პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. გააგრძელე ბუნებრივად სუნთქვა. თვალები არ არის დაძაბული და არ არის ფოკუსირებული, არამედ ცოტათი გახელილი და მოდუნებული. პირი ოდნავ ღია, ხერხემალი გასწორებული, ნიკაპი შეწეული, ენის წვერი წინაური კბილის უკან ზედაპირზე. დააკვირდი შენ სხეულში რომელიმე შეგრძნებას. ეს შეიძლება იყოს დაჭიმულობა ფეხზე, ხერხემალზე, კისერში. შეიძლება იყოს ქაველი, ბუტონი. ნებისმიერ შეგრძნებას დააკვირდი. შეიძლება ეს იყოს გაბუჟება, სიცივე ან სითბო. სად მთავრდება ეს შეგრძნება და სად იწყები შენ? არსებობს რამე დისტანცია შეგრძნებასა და შენ შორის? დაინახე სივრცე ამ შეგრძნების გარშემო. დაინახე სივრცე ემოციების გარშემო. დაინახე სივრცე ფიქრების გარშემო. შეიგრძენი ეს სივრცე, რომელიც გმასპინძლობს ყველას ერთად. ამ სივრცეში მოძრაობს ფიქრებიც, ემოციებიც, შეგრძნებებიც. გადაიტანე შენი ყურადღება ამ სივრცეში. ამ სივრცეში მოასვენე შენი ყურადღება. რამდენჯერად შენი გონება ჩაერთვება ფიქრებში, შეგრძნებებში და ემოციებში, იმდენჯერ გადაიტანე შენი ყურადღება, გახსოვდეს სივრცე და გაიშალე ამ სივრცეში. გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ შენი ემოციები, შენი შეგრძნებები, ფიქრები. შენ არ ხარ დავიწროებული და შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ გაშლილი, გაფართოვებული, უკიდეგანო, დაუბადებელი, ყოველთვის მყოფი, უსასრულო, სივრცითი შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი უბრალო ადამიანური ყოფა იყოს ძვირფასი ადამიანური დაბადება. დარჩი ამ ყველაფერთან და მოისმენე. დაასვენე გონება, სხეული. უბრალოდ იგრძენი ეს უკიდეგანო შესაძლებლობები, რაც არასდროს დაწყებულა. არაფერია მოსაპოვებელი და მისაღწევი. არაფერია საბრძოლველი. ის შენ უკვე გაქვს. ის უკვე ხარ შენ.
გაისვენენ.